დავიწყო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ახლა გავაზიარებ ეკრანს. პირველი ეკრანი. ამას დავუხო. ოკეი. ჩანს ეკრანი? კი ბატონო. ჩანს. ეთი დავიწყოთ. მოკლედ დღევანდელ ლექციაზე მე შევეცდები ვისაუბრო განზომილების შემცირებაზე მანქანურ სწავლებაში. ლექცია, ასე ვთქვათ, სლაიდები მე ინგლისურად მომამზადე, სავარაუდოდ თქვენც ინგლისურად გექნებათ შეხება ოლიმპიადაზე და ტერმინოლოგია მაინც გაიქნება, რომ ინგლისურად ნახოთ და ისე ქართულადაც ვიტყვით ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც ტერმინოლოგიები არის, რომლის ქართული შესატყვისებიც არ მახსოვს, იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს ქართულად ნასწავლი, ამიტომ მეც შიგადაშიგ შევურებ ხოლმე ინგლისურ ტერმინოლოგიებს. კარგი. ეთი დავიწყოთ. ორი სიტყვით ჩემ შესახებაც გეტყვით. მეც ვეკო მაქვს დამთავრებული, მაგის მერე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე, ბაკალავრი დავასრულე კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, შემდეგ მაგისტრატურა გავაგრძელე პარიზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. გარდა ამისა, მუშაობდი ძველი ვიონში და ახლანდელი selfie mobile-ში, გეცოდინებათ, როგორც მონაცემთა მეცნიერად. ასევე, ასე ვთქვათ, ჩემ სტარტაპზეც მუშაობდი, Data Fusion, რომელიც ასე ვთქვათ, sentiment ანალიზატორს უკეთებდი სხვადასხვა კომპანიებს, მათი მომხმარებლების ანალიზს სხვადასხვა სოციალური მედიიდან გამომდინარე და ამჟამად მუშაობ კომპანია SLB-ში, როგორც ხელოვნური ინტელექტის ინჟინრად და მასწავლების ჯგუფის ხელმძღვანელად. და მაქვს რაღაც პროექტ მენეჯმენტის რაღაც პატარა გამოცდილებას, PMI SP certified, ასე ვთქვათ, პროექტ მენეჯერი. კი ბატონო. ეს არის მოკლე მიმოხილვა ჩემ შესახებ. დღევანდელ ლექციაზე, როგორც გითხარით, ვისაუბრებთ ასე ვთქვათ, მონაცემების შემცირებაზე, ხო, განზომილების შემცირებაზე, time machine reduction და მარტივად რო ვთქვათ, სამ ნაწილად გავყავი მთლიანი სტრუქტურა. პირველი ნაწილში ვისაუბრებ ზოგადად ამ თემატიკის შესახებ, ზოგადი big picture, ხო? მეორე საკითხს ვისაუბრებ feature selection, ანუ სელექცია ფიჩერების და მათი მეთოდები და ბოლოს ვისაუბრებ feature extraction. ექსტრაქცია, feature extraction, განსხვავება და ასე შემდეგ. დავიწყოთ. სანამ დავიწყებ, ასე ვთქვათ, feature selection-ს და extraction-ზე საუბარს, არსებობს ასეთი ცნება, ხო? მაღალ განზომილებაზე, როცა ვსაუბრობთ მონაცემების, ასე course of dimensionality, ხო? და მაგალითად ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს დიდი განზომილების მონაცემები, მაგალითად 10000 feature-ი გვაქვს მონაცემებში, ან 20000, ან თუნდაც 2000, ხო, ეს პირობითი არის დიდი, რას ნიშნავს გააჩნია მონაცემებიდან გამომდინარე. თუ ჩვენ ამ მონაცემებზე დავიწყებთ დამატებით რაღაცის გაწვრთნას, ხო, ამ მანქანის მოდელის გაწვრთნას, ან დამატებით pre-processing-ს ან ასე შემდეგ, შეიძლება წავწეთ რაღაცა პრობლემებს, ხო? თუნდაც პირველი პრობლემა ეხლა სანამ ეს წავწდებით ის არის, რომ თავიდან, როდესაც მონაცემს იღებთ, ხო, პირველი სტეპი რა არის, პირველი ნაბიჯი, რომ მოვახდინოთ მისი ვიზუალიზაცია, გავიგოთ თუ რას ნიშნავს ეს მონაცემი და როდესაც დიდი განზომილების მონაცემები გვაქვს, ხო, მაგალითად 10000 feature-ის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვახდენთ მის ვიზუალიზაციას რაღაც 2 ან 3 განზომილებაში, რომელიც ადამიანებს ჩვენ გვეხმარება, რომ დავინახოთ და გავიგოთ, ხო, მონაცემები. ამისთვის პირველ რიგში თავისთავად ეს არის პრობლემა დიდი განზომილების, რომ ვერ ვახდენთ მის ვიზუალიზაციას, გარდა ამისა თუ მოვახდენთ რაღაცა დატრენინგებას მოდელის, overfitting-ის პრობლემა შეიძლება წავაწყდეთ, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ მაღალ განზომილების მონაცემებში შეიძლება იყოს რაღაცა noise, ხო, რაღაც ხმაური და დაიკარგოს ის კონკრეტული სიგნალი, ანუ ის ნამდვილი მონაცემები, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ დავიჭიროთ. გარდა ამისა, თუ რაღაცა პრობლემა გვაქვს computational resources, ხო? მაგალითად, თუ რაღაცა ლიმიტირებული
კომპუტაცია ეს რესურსი გვაქვს, ან ლიმიტირებული დრო გვაქვს, რაღაცა inference გავაკეთოთ, რაღაცა prediction გავაკეთოთ, ხო, ან დავატრეინგოთ. ამისთვის დიდ მონაცემებზე, ან დიდ განზომილებებზე მუშაობა, ასე ვთქვათ, არ იქნება ხელსაყრელი. ამისთვის და ასევე არის, რომ მანძილი, ასე ვთქვათ, დიდ განზომილებაში ორ წერტილს შორის, ან ორ მონაცემს შორის არის, ასე ვთქვათ, არა რელევანტური და აი ამას რას ვგულისხმობ ახლა გაჩვენებ ზუსტად. აი მაგალითად, ახლა მე სანამ დავიწერდი, როცა ვამზადებდი, ასე ვთქვათ, ამ მასალებს, პატარა ის სკრიპტი დავწერე და ასე ვთქვათ, course of dimensionality-ს აღწერა გავაკეთე. შეიძლება თქვენს გაგიგიათ, რას ნიშნავს course of dimensionality და ახლა აი ვიზუალურად მინდოდა მეც მენახა, რა გამოდიოდა. აი მაგალითად. რომ შევხედოთ ჩვენ ერთ განზომილებიან მონაცემებს. ეს არის ჩვენი ერთ განზომილება, ხო? და რომ დავთვალოთ მანძილი თითოეული წერტილიდან, ეს არის მაგალითად, არ ვიცი, 100 წერტილი, შეიძლება 1000 წერტილი, ანუ რაღაც 1000 მონაცემი გვაქვს ერთ განზომილების. და რომ დავთვალოთ, ასე ვთქვათ, pair wise, ხო? ანუ ანუ თითოეული ელემენტის მეორე ელემენტთან მანძილი რომ დავთვალოთ და დავფლოთოთ, ასე ვთქვათ, ვიზუალიზაცია მოვახდინოთ დისტრიბუციის, ანუ ამ მანძილების დისტრიბუციის. გამოდის ისე, რომ მაგალითად მანძილი ორ წერტილს შორის ძირითადად არის 0-თან მიახლოვებული, ხო, იმიტომ რომ მაგალითად ამ წერტილს შორის, ამ წერტილს შორის და ასე შემდეგ არის ახლო და არის ძალიან ცოტა მაგალითები, მაგალითად ეს მაგალითი ორ ყველაზე, ასე ვთქვათ, მოშორებულ წერტილებს შორის მანძილი, აი ეს. ამ შემთხვევაში ეს 1000 წერტილი კი არის რაღაცა 5000 და 10000 წერტილი მაგალითად. კი ბატონო, ეს არის ერთ განზომილებაში. ახლა უკვე რა ხდება ორ განზომილებაში, ასე ვთქვათ, scaling-ი იგივეა, ორ განზომილებაში რა ხდება. ძირითადად, ესე იგი, მანძილი, ასე ვთქვათ, ორ წერტილს შორის არის რაღაცა საშუალოდ 0.5, ხო, სადღაც. და არის მანძილი 0-იც და არის მანძილი რაღაცა 1.4-მდე იცვლება. ახლა გადავედით 5D-ში, რა თქმა უნდა, 5D-ის ვიზუალიზაციას ვერ მოვახდინე, მაგრამ მოვახდინე, ასე ვთქვათ, მანძილების დისტრიბუციის ვიზუალი. მოვახდინე 100D-ში, 1000D-ში და ანუ 5000D-ში. ახლა უყურე. თუმცა მე სანამ გეტყვით, რას ამჩნევთ აქ, თქვენ მითხარით თუ გითხრათ. სტანდარტული. ხელისაწევით იმას ვთქვათ, ნიკოლოზ მიდი დაიწყე. ხო, სტანდარტული დისტრიბუციაა და რანდომულად არის, ანუ რანდომ დისტრიბუციაა და მაქედან გამომდინარე მანძილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა დიდ განზომილებაზე. მანძილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის სტანდარტული დისტრიბუცია? ნაწილობრივ გავს, მაგრამ ძალიან ისე არ არის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო იზრდება dimensionality, უფრო ამის გავსება სტანდარტულობას და უფრო shrink ხდება, ანუ STD უფრო ცოტა აქვს. ხო, კი ბატონო. STD მცირდება. კი ბატონო, შვენიერი. ანუ STD მცირდება და რაც ნიშნავს, უყურეთ ახლა. ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მანძილი ორ წერტილს შორის. აი მაგალითად, ყველაზე მცირე მანძილებს, აი ახლო წერტილებს შორის, ხო? იყო წარმოიდგინეთ 28 დაახლოებით. და ყველაზე მოშორებულ წერტილებს შორის იყო 29.5. ანუ რას ნიშნავს, რომ დიდ განზომილებაში ეს ყველა წერტილი არის sparse, ანუ იშვიათი და გამოდის ისე, რომ მანძილი, ანუ ახლო წერტილებს შორის და შორ მანძილებს შორის თითქმის იგივეა. და ეს აი მანძილის ცნება იკარგება ამ იმაში. ხვდებით ხო რას ვიძახი? თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ ანუ ეს standard deviation, ასე ვთქვათ, რაც არის, ანუ shrink ხდება, ხო, კლებულობს და მანძილი დიდ ანუ წესიდან შორ მანძილებს შორის და პატარა იმებს შორის გამოდის relatively same. ესეთი ის. კი ბატონო. ახლა უყურე, ეს რო შევაჯამოთ, ეს რა მოხდა ჩვენ მაღალ განზომილებაში, მოხდა ის, რომ distance კონცენტრაცია, ანუ relative distance between nearest, ანუ ყველაზე ახლო და farthest points, მაღალ განზომილებაში არის უახლოვდება 0-ს, sparsity-ა, ანუ უკვე კარგავთ, ანუ
სიახლოვის მცნებას, ანუ იმისგან გამომდინარე, რომ ყველა წერტილთან შორს არის და ამ შემთხვევაში, ემატება add noise, ემატება როცა განზომილება იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ის data ჩვენაც ვიდეო და ის პატერნები, რაც თავიდან იყო, ის პატერნი იკარგება. ეს არის ჩვენი course of dimensionality და ეხლა თუ მაგალითად ავიღებთ ამ დიდ განზომილებიან მონაცემს და დავიწყებთ ამაზე რაღაცა დადრეინგებას თუ რაღაცა დამატებით pre-processing-ს, რაღაცა პრობლემა შეიძლება წავწყვეტ. ეხლა როგორ უმკურნალოთ ამას? მოდი, სანამ უმკურნალოთ, პატარა კვიზი გავაკეთოთ, მაინც არ დავკარგოთ მოსმენის ის აქ გავყოთ ეს კვიზი გავაკეთეთ ცალკე პრეზენტატიმაზე, რა ქვია. ცალკე სლაიდზე. აბა ნახეთ, ახლა მე გაგიზიარებ და ინტერაქციულად შევეცდები იმას, რა ქვია. უპასუხოთ ინტერაქციულად. ჩატში ჩავაგდებ ახლა ლინკს. თუთით აბა ნახეთ თუ შემოხოთ. თამი დასტურეთ თუ ნახულობთ კითხვას და თუ გაძლევთ საშუალებას, რომ გაცეთ პასუხი. კი გახსნა მგონი, how are you feeling რო არის ეგ თუ პირველი კითხვა. მე ამომიგდო კითხვებიც უკვე. კი ბატონო, skips დავაწვეთ და გავცეთ პასუხი და აგერ მე ვნახულობ რამდენი გაცემთ პასუხს და მაგის მიხედვით მე შევაჯამოთ. 9 მონაწილე აქ როგორც ხედავ და თქვენ ხართ 9, ხო? აბა ერთიც ბოლო კი ბატონო. გავსნათ. როგორც ჩანს, ყველა მსრულად გაიცით. ძალიან კარგი, გადავედით შემდეგ კითხვაზე. მოდი ქართულადაც მაინც გადავთარგმნოთ. რა არის მთავარი სიმპტომი ამ course of dimensionalities? ერთიც ბოლო. არ ChatGPT-ების გამოყენებას არ ვართ, ეხლა ვსწავლობ ჩვენ. კი ბატონო, sorry-ა. შემდეგი. კეთილი, გავაგრძელოთ ჯერ ლექცია, და გადავიდეთ სხვა კვიზებზე. It's goes nice. ოჩახ ძალიან კარგი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომელიც არის თქვენ რო გიყურებთ თან. ხო. ეხლა კაი, გავიგეთ ჩვენ პრობლემა, რაც არსებობს ამ ჩვენ მაღალი დიდ განზომილების მონაცემებში. და აგერ გვაქვს ორი მეთოდი, როგორ შევამციროთ, ასე ვთქვათ, ის განზომილება. ერთი არის feature selection, ხო? ანუ ფიჩერების სელექცია, ამორჩევა. მეორე არის feature extraction. ყველას ხსმენიათ ეს ორივე ტერმინი? კი ბატონო. ეხლა feature selection რა არის, რომ ჩვენ რაღაცა ფიჩერი გვაქვს, მაგალითად 1000 ფიჩერი გვაქვს და იმ 1000-დან
ვირჩევთ რაღაც კონკრეტულ ფიჩერებს. ავიღებთ, ვიძახით, რომ მაგალითად პირველი ფიჩერი, კარგი ფიჩერია, მოდი ავიღებ, მეხუთე კარგი ფიჩერი ავიღებ და ასე შემდეგ და ავიღებ მაგალითად top 10 ფიჩერი და მე გავაკეთე და ტრეინინგება თუ ასე შემდეგ და ასე. ეს არის feature selection-ის მთლიანი პროცედურა. მოდი დავიწყოთ ჯერ feature selection-ით და მე გავაგრძელოთ feature extraction-ით. ხო, მიზანი ასე თქვა, როგორც წერან თქვით არის identify the most relevant features, ხო? იდენტიფიცირება მოვხდიოთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიჩერებს ამ ჩვენს დიდ განზომილებიან მონაცემების ფიჩერებიდან. და სხვადასხვა მეთოდები არსებობს. პატარა კლასიფიკაცია რომ მოხდეს ეს ფიჩერები, ასე თქვა ამ მეთოდების ერთი კლასიფიკაცია არის, რომ არის ფილტრის მეთოდები, მაგალითად კორელაციის ანალიზით. არის wrapper მეთოდები, ანუ როგორც არის recursive feature elimination. არის ასევე embedded მეთოდები, რომელიც არის, ასე თქვა, random forest, მაგალითად feature importance და ასე შემდეგ. და მოდი სათითაოდ ვნახოთ, რომელი კატეგორია რას აკეთებს. დავიწყოთ feature ფილტრის მეთოდების ერთ-ერთი მეთოდი კორელაციული ანალიზით, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი განზომილების ასე ვთქვათ, data გადავიყვანოთ დაბალ განზომილებაში. ახლა უყურეთ, მაგალითად გვაქვს რაღაცა მონაცემები და უნდა გავაკეთოთ კორელაცია ამ მონაცემების. უნდა გავაკეთოთ კორელაცია არა მარტო ფიჩერების ერთმანეთთან, არამედ თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა ტარგეტი, ხო, ლეიბლი ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კორელაცია ფიჩერების ერთმანეთთან და ასევე ფიჩერების ტარგეტთან. ეხლა რას მოგცემს ეს? ჩვენ შეგვიძლია ამ კორელაციის დადგენით ავირჩიოთ ისეთი ფიჩერები, რომლებიც მაგ კორელაციაშია ჩვენ ტარგეტთან და დავტოვოთ ეგ ფიჩერები. რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ეს ფიჩერები დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენ ტარგეტს ფიჩერზე და კარგი ფიჩერებია. ეს მაგას ნიშნავს. მეორე, თუ ჩვენ გვაქვს რაღაცა input ფიჩერები და ისინი ერთმანეთთან არიან კორელაციაში. და ეს კორელაცია თუ ძალიან დიდია, მაგალითად 99.9%. ანუ ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად განსხვავება ამ ორ ფიჩერს შორის არ არის დიდი. ამიტომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? დავდრობოთ ერთ ფიჩერს. მორჩა. ესე იგი, ორი პრინციპი შეგვიძლია ფილტრი გავაკეთოთ. ერთი, ტარგეტის მიხედვით, რომ ტარგეტზე რო ყველაზე მეტად კორელაციური რომელია, ისინი ავიღოთ. მეორე, ავიღოთ ასე ვთქვათ, input ფიჩერები, იმაზე გავაკეთოთ კორელაცია და ავიღოთ, ესე დავდრობოთ, ანუ ის წვილი ერთ-ერთი ფიჩერი იმ წვილისა, რომელიც ძალიან კორელაციური ერთმანეთთან, ხო? აი მაგალითის სახით გავჩვენოთ. მაგალითის სახით ახლა დიდი განზომილების მონაცემი არ ამიღია, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ავიღე მაგალითის სახით რო განვიხილოთ, ეს iris dataset-ი არის. ამაზე გიმუშავიათ ამ მონაცემზე? კი ბატონო, ხო, ნუ კი ბატონო, ნუ გვსვენიათ მაინც, რომ რაღაცა ყვავილების კლასიფიკაცია სამი ყვავილის ტიპი არის და თითოეულ ყვავილზე გვაქვს ორი მახასიათებელი, ან ის ასე ვთქვათ, პეტალი, ეს არის პეტალის სიგრძე და პეტალის სიგანე და ასევე გვაქვს კი არა და სეპალის სიგრძე და სეპალის სიგანე და გვაქვს პეტალის სიგრძე და პეტალის სიგანე და ნუ ეს ტარგეტი 0-ია 1-ია თუ 3-ია. 0-ია 1-ია თუ 2-ია, ხო? ამ შემთხვევაში მე ახლა დავთვალე კორელაცია მხოლოდ ან მაგალითად სახით რო მეჩვენებინა დავთვალე კორელაცია ასე თქვა ასეთ ფუნქციით მხოლოდ input ფიჩერებზე, ამ შემთხვევაში 4 ფიჩერი მაქვს და ნახე ესეთი კორელაცია ამოვიდა. ახლა ერთი მოხალისე ხელისაწევით ვინ ამიხსნის რაც ნიშნავს ეს კორელაცია. რა ნიშნულობას ატარებს. რა ინსაიტი შეგვიძლია ავიღოთ აქედან. არავი? ნუ უფრო ის არის რომ length-ზე უფრო დიდი კორელაცია აქვს ვიდრე სისქეზე თუნდაც სიგრძეს. ხო და რა ნიშნავს ეს კორელაცია? აი გიგი რო ამიხსნა ახლა და ყველას აგვიხსნა.
რას ეს ნიშნავს? დადებითი რიცხვი რას ნიშნავს? უარყოფითი რას ნიშნავს? ანუ დადებითი ნიშნავს, რომ მე დადებითად ანუ ერთის დასთან ერთად მეორეს იზრდება რა. ერთის მიხვედრასთან ერთად მეორის ალბათობაც უფრო მეტია. უარყოფითი? უარყოფითი პირიქით, ანუ ხელი შემშლელი. ხო, ეხლა უყურე, ამ შემთხვევაში ხელი შემშლელი არ ვიცი სწორი სიტყვა არის თუ არა, ეგ ტერმინი გამოვიყენოთ ამისთვის, მაგრამ პრინციპი უყურე რა არის? პრინციპი არის, რომ უბრალოდ არაფრის მომცემი არა. ესეთ მომცემია დიდი, როდესაც დიდია უარყოფითიც რომ იყოს კარგი, აი მცირედი როდესაც არის, მაშინ შეიძლება არ იყოს მომცემი. ეხლა უყურე. ყველაზე საინტერესო ფაქტი. აქ ნულიც რო იყოს, ან უარყოფითი, ან დადებითი, ყველა ინფორმაცია რაღაცის მომცემია. ერთ მაგით რო დავიწყოთ, ან როგორც ტერმინოლოგიით რო კარგი ტერმინოლოგიით ვისაუბროთ. ეხლა რისი მომცემია, რას ნიშნავს, უყურეთ. აი მაგალითად, პეტალის სიგრძე პეტალის სიგანეზე კორელაციაში არის 0.96-ით. ნუ რას ნიშნავს ახლა? ესე იგი ნიშნავს, რომ ეს რო გავზარდოთ, ეს მნიშვნელობა, ამის მნიშვნელობა, ანუ ისევე, ანუ ესე დიდი მნიშვნელობით გაიზრდება ესეც. და უარყოფითი კორელაცია ნიშნავს, აი მაგალითად ეს არის უარყოფითი კორელაცია. ეს ნიშნავს, რომ ეს სეპალის სიგანე რო გავზარდოთ, ხო? პეტალის სიგრძე შემცირდება. ეს ნიშნავს მაგას. და 0-თან მიახლოებული რომელიც არის მაგალითად ეს, ხო? ეს არის სეპალის სიგრძე და სეპალის სიგანე. ეს არის თითქმის 0-თან მიახლოებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კორელაციაში არ არის ერთმანეთ. ანუ ამისი გაზრდა ეს ამას არაფერს არ უცვლის. ხდებით? ამიტომ ეს მონაცემები ახლა ჩვენ ეს ინსაიტი რაც ჩვენ გავიგეთ. ეს ყველა მნიშვნელობას ატარებს. რაღაცა მნიშვნელობას ატარებს. თუმცა ჩვენი feature selection-ისთვის, feature selection პროცედურისთვის, ხო? თქვენი აზრით, აქედან რომელს დადროფავდით? ხელის აწევით. ნიკოლოზ გისმენთ? sepal width-ს დავდროვავდი იმის გამო, რომ კორელაციები არის ძალიან მცირე და ჩვენი მიზანია რომ მოდულით იყოს ერთთან ახლოს. აი ეგ. ანუ ეს არის რასთან არის ყველაზე მეტად კორელაციაში? ყველაზე მეტად კორელაციაში არის ნუ ფეთთან რა თქმა უნდა, მაგრამ petal length-თან არის ყველაზე მეტად უარყოფით კორელაციაში. ხო, უარყოფით კორელაციაში. ამიტომ ამას დადროფავდი. ხო, დიახ. კი ბატონო. აბა მოდი სხვამაც მითხრას ერთი. მე დავდროპავდი 0.96 მაქედან 1/1-ს. ხო, რატო? რადგან ძალიან დიდი კორელაცია არის და ის 0.04 დიდი ვაროდით ნოიზი არის, ცარიელი. ხო. ეხლა უყურე, ანტონიმ რა გითხრა, რომ ნუ ამ შემთხვევაში ანტონიმ უფრო სწორი თქვა და რატო? რატო ვდროპავთ ორ features, ხო? ორი, ასე ვთქვათ, feature-დან ერთ-ერთს. რა შემთხვევაში? იმ შემთხვევაში, თუ ორივე feature-ი ერთნაირი, დაახლოებით ერთნაირი ნიშნობის მატარებელია. ნიშნობის მატარებელი იმას ნიშნავს, რომ წარმოვიდგინეთ, ანუ თუ ორი feature-ი გვაქვს და ეს ორი feature-ი ერთმანეთს მიმართ ძალიან დიდ კორელაციაშია. ამ შემთხვევაში 0.96 დადებით კორელაციაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი ნიშნობის ინფორმაციის მატარებელია ორივე. ამიტომ ჩვენ თუ პირდება რაღაც მონაცემთა შემცირება, ასე ვთქვათ, განზომილების შემცირება, და შეიძლება გავაკეთოთ, შეგვიძლია შევამციროთ ზუსტად ერთ-ერთი ამათგანი. ანუ დავდროპოთ, ან ეს დავდროპოთ, ან ეს დავდროპოთ. თუმცა, ეხლა თქვენ რო თქვით, აქედან დავდროპავდი ამასო. ეს არ ამგონია სწორი იყოს, რატო იცით? ეს უარყოფით კორელაცია რაღაცა ინფორმაციის მატარებელი არის. ეს რო იყოს უარყოფითი, ანუ -0.99, ხო? ანუ 96 ოღონდ უარყოფით. მაშინ შეიძლება აქედანაც დადროპა, იმიტომ რომ მაინც კორელაციაა, მაგრამ უარყოფით, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს იქიდან გამომდინარე, რომ
კორელაცია ისეთი დიდი არ არის, ანუ ერთთან მიახლოებული არ არის. ეს მაინც უნდა დატოვო, იმიტომ რომ ამ მახასიათებლებში ისეთი დამატებითი ინფორმაცია რაც აქ არ არის. ამიტომ ამას თუ დავდროხავთ ჩვენ რაღაცა მნიშვნელოვან ინფორმაციას დავუკარგავთ შემდეგი სტეპებისთვის. დებით ამ დეტალს. თუ გინდა კიდე განვიხილოთ კარგად. კეთილი, ქვიზე ვნახავთ ალბათ უკეთესად, ან შემდეგ დეტალებში კარგად განვიხილოთ თუ რაღაცა ისეთი. ეს არის ჩვენი ფილტრი, ხო? ფილტრის მეთოდებით feature selection. ეხლა მეორე მეთოდი, ეს wrapper მეთოდი არსებობს, recursive feature elimination. ესეთი ალგორითმი არსებობს. ხსმენიათ ვინმე ეს ალგორითმი? ვიღოთ. ეხლა უყურე, ეს რას ნიშნავს ეს ალგორითმი? მაგალითად, logistic regression, random forest, ასე შემდეგ ალგორითმები ვიცით. მაგალითად, დავატრენინგეთ, გვაქვს 10000 მონაცემი, ამ 10000 მონაცემზე დავატრენინგეთ რაღაცა მოდელი. მაგალითად, logistic regression ან, random forest ასე შემდეგ. მერე შეგვიძლია ასეთი რამე გავაკეთოთ. feature ranking-ი გავაკეთოთ. ანუ ვნახოთ, რომელი feature-ი არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და მისი ranking-ი გავაკეთოთ. ანუ მაგალითად, თუ 10000 feature-ი გვაქვს, 10000 feature-ის ranking-ი გავაკეთოთ ერთი დატრენინგების მერე. მერე რას ვაკეთებთ უყურეთ? წავშლით ყველაზე უმნიშვნელო features. ან ბოლოს, ან ერთ წავშლით, ან რა ვიცი, ან სამს წავშლით, ან ხუთ წავშლით, ეგ ჩვენზეა დამოკიდებული. ყველაზე უმნიშვნელო feature-ს. მერე რას ვაკეთებთ უყურეთ? კიდევ ვატრენინგებთ. მერე კიდე დავასორტირებთ მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვან feature-ებს, კიდე წავშლით. და ასე შემდეგ, სანამ ჩვენთვის ასურველ feature-ების რაოდენობას არ მივხვდით. მაგალითად, თუ გვაქვს 10000 feature და ჩვენი მიზანია, რომ ეს 10000 feature შევამციროთ 100 feature-ამდე, შეგვიძლია ეს პროცედურა გავიაროთ, დავიწყოთ 10000 feature-ით, დავატრენინგოთ მოდელი, წავშალოთ ყველაზე უმნიშვნელო feature-ი, კიდე დავატრენინგოთ მოდელი იმ დარჩენილ feature-ებზე, დავსორტოთ კიდე feature importance-ით, წავშალოთ უმნიშვნელო feature-ები და ასე შემდეგ, სანამ არ მივახცევთ ჩვენ სასურველ feature-ების რაოდენობას. დებით ალგორითმს. აი მაგალითად სახით რო გაჩვენოთ. იგივე ეს არის, რა ქვია. 4 განზომილებიანი ისა გვაქვს, რომ ეს ტარგეტი და მაგალითად ამ შემთხვევაში logistic regression-ი მაქვს. და ეს არის recursive feature election. აქედან feature selection-ის ესე ვთქვათ მოდულიდან და აქ მაქვს მითებული მაგალითად მე 4 feature-ი ხომ მაქვს input-ი. და 2-ზე დამიყვანე რა, მე აქედან მხოლოდ ამირჩიე 2 feature. რა გააკეთა ამან? ამან გააკეთა რომ logistic regression დაატრენინგა მთლიან მონაცემებზე. იდენტიფიკაცია მოახდინა ყველაზე უმნიშვნელო feature-ის, წაჩალა, კიდე დაატრენინგა, წაშალა და გაჩერდა. ანუ აქედან უყურეთ, ამოვირჩია sepal length-ი და კედა. petal length-ი და petal width-ი, როგორც ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი feature-ები და ასე რომ დაიგნორა sepal width-ი და sepal length-ი. ხდებით? აბა დამეშვით კითხვა. კარგად გავიაროთ ეს დეტალი. მე შოკი ჩამიქრა და გამომავდო და ცოტა კარგად ვერ გავიგე ეს ბოლო ნაწილი და თუ აღწევთ იყოს და თუ არა და შეგიძლიათ. გიგი არ არის პრობლემა. ახლა უყურე. ეს recursive feature elimination რას აკეთებს? ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ასე ვთქვათ, რეკურსიულად ირჩევს ყველაზე მნიშვნელოვან feature-ებს. პირველ რიგში, როდესაც თუ გვაქვს 10000 feature თუ 10000 feature-ი, ერთი მოდელი დატრენინგდება. მერე ეს დატრენინგებული მოდელიდან შეგვიძლია დავასორტიროთ feature importance-ის, ანუ feature importance-ი გავაკეთოთ. ანუ გავაკეთოთ რომელი feature-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელი ნაკლებად მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ, ანუ სორტირება გავუკეთოთ ამ feature-ებს. და წავშალოთ ბოლო ყველაზე უმნიშვნელო feature-ი, ან feature.
მერე კიდე დარჩენილი რაც გვაქვს ფიჩერები ის კიდე დავატრენინგოთ, დავასორტიროთ მერე ახლიდან ფიჩერები, დავშალოთ უმნიშვნელო ფიჩერები. კიდე დავატრენინგოთ, დავშალოთ და იქამდე ვაკეთებთ ამ პროცედურას, სანამ არ მივახცევთ ჩვენთვის სასურველ მიზანს. როგორც ჩანს, გიგის კიდე ჩაუქრა შუქი. ხო. ხო, გამა. მაინტერესებს ისა, რა ქვია, ეს time consuming არ იქნება ძალიან? ხო, აი ზუსტად ეგ არის, ზუსტად სწორად მიხვდი გიგი, რომ ეს არის ძალიან time consuming. ძალიან და თან შეიძლება overfitting-ის პრობლემაც კონდეს, იქ თუ მონაცემები ცოტა არის. და time consuming-იც არის. ამიტომ მაგალითად ეს გაჩვენებთ როგორც ერთ-ერთ მეთოდს, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, გამოგადგეთ feature selection-ის დროს. თუმცა არსებობს კიდე ეს embedded მეთოდები. ეს embedded მეთოდები, ანუ დაინტეგრირებული მეთოდი, მაგალითად random forest feature importance, ხო? ალბათ არ ვიცი, random forest-ზე გიმუშავიათ დაგიტრეინინგებიათ მოდელი, ეს იცით, ხო? ან რას ნიშნავს, რომ ამ random forest-ში შიგნით იქ ბუნებიდან გამომდინარე ამ ალგორითმის. როდესაც ერთხელ დავატრეინინგებთ მოდელს, ის ხვდება რომელი ფიჩერი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, რომელი ნაკლებად მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ როგორ მოახდენ splits, ხო, ანუ ფიჩერების splits და რომ მაგალითად რომელი ფიჩერი შეამცირებს ყველაზე მეტად entropy-ს ჩვენი ამოცანისთვის, ხო? და ამის მიხედვით მაგალითად დავატრენინგეთ ერთი მოდელი, დავასორტირეთ, გავაკეთეთ feature importance, ანუ გავაკეთეთ რომელია ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფიჩერი, ასე შემდეგ და შევხედეთ და თუ გვაინტერესებს რომ ბოლოს ავიღოთ მხოლოდ 100 ფიჩერი 10000-დან, всё, thresholds გავუკეთებთ იქ. მოდი მე top 100-ს ავიღებ და მორჩა დანარჩენს დავიწყებ და იმასე დავატრეინინგებ. ხვდებით, ხო, ანუ სავარაუდოდ, ეხლა მე მაგალითად ამ feature selection-ებიდან ყველაზე კარგი და მე პრაქტიკაში რაც გამომიყენები არის ეს ბოლო ეს მეთოდი, რომელიც ასე ვთქვათ, პრაქტიკული არის. იქიდან გამომდინარე, რომ არ მოითხოვს დიდ დროს გამოსათვლელად და კარგ შედეგსაც იძლევა. ხო, ნუ გავაკეთე მაგალითად ამ მონაცემებზე იგივე random forest-ის feature importance და დავფლოთ ეს ვიზუალი და ესეთი რამე გამიკეთა, რომ პეტალი width-ი არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფიჩერი, პეტალის სიგრძე არის, მეორედ ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ და მაგალითად თუ ჩემი მიზანია რომ ორი ფიჩერის დავატრენინგო მოდელი და ორი ფიჩერი მქონდეს, აგერ დავაყენებ thresholds ამაზე, მორჩა ავრებ მხოლოდ ამ ფიჩერს. ხო, ნუ სამერი რო გავუკეთოთ, ხო, შეჯამება. ფილტრის მეთოდები, wrapper მეთოდები, embedded მეთოდები. პირველი, ნუ ეხლა ზოგადად მონაცემები როცა მოგდით. ყველა ვარიანტში პირველ რიგში ვაკეთებთ ვიზუალიზაციას. მე ვაკეთებთ რაღაც explanatory data analysis, ხო იცით რაღაც. იკულებთ ამ მონაცემებს, ხო? ვიზუალიზაციებს აკეთებთ, ერთმანეთის კორელაციას აკეთებთ ვიზუალებს ავარაუდოთ. და ხვდებით რომ რომელი ფიჩერი რომელთან არის კორელაციაში, რამდენად კორელაციურია, თუ ძალიან მეტად კორელაციურია, შეგიძლიათ დადროხოთ. შეგიძლიათ დატოვოთ კიდეც, ოღონდ მე გააჩნია რა მოდელს გამოიყენებთ ჩვენ რომ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ თქვენი მიზანი თუ არის რომ feature selection-ი გააკეთოთ და დიდ განზომილებიანი მონაცემები გაქვთ და ლიმიტირებული დრო გაქვთ და რაღაცა ლიმიტირებული რესურსი გაქვთ, კი ბატონო, შეამცირეთ ფიჩერები, გამოიყენეთ მაგალითად embedded მეთოდს. ეგ არის და იქ, მაგრამ როგორც აღნიშნა ეს wrapper მეთოდზე არის ძალიან time consuming და ასე ვთქვათ, overfitting-ის პრობლემა აქვს. და overfitting-ის პრობლემას რომ გავუმკლავდეთ, cross validation არის preferred, ანუ უმჯობესი. cross validation ვინც ის რა არის? ხელსაწყო. მითხარით ხალხო. დატასეც რომ რაღაც ნაწილად უშლით და თითოეულ ნაწილს რო ვიღებთ მე რომ აი ჯერ პირველ ეპოქაზე რომ რაღაც პირველ დატასეც ვიყენებთ ვალიდაციისთვის, მე მეორეს და მესამეზე და ასე შემდეგ. K-fold ვალიდაცია. კი ბატონო, ზუსტად ეგრეა. ამ შემთხვევაში cross ვალიდაცია სხვა სახის არსებობს, ხო?
ერთ-ერთი არის შე როგორც ახსენ ეს k-fold cross validation, მაგალითად თუ აქვს 100 მონაცემი, იმ 100-დან პირველ დატრენინგების დროს ავავიღებთ პირველ 80%-ს, ხო? დავატრენინგებთ მოდელს და გავტესტავთ ჩვენ მოდელს დანარჩენ 20-ზე, ეს პირველი იტერაციის დროს, მეორე იტერაციის დროს ავიღებთ ბოლო 80%-ს და გავტესტავთ პირველ 20%-ზე და ასე შემდეგ გავაკეთებთ მაგალითად 5-ჯერ ამ პროცედურას, იმისთვის რომ მოდელმა ყოველ ჯერზე ნახოს სხვადასხვა მონაცემები და გატესტოს სხვადასხვა მონაცემებს. ეს საშუალებას მოგცემს, რომ ეს overfitting-ის პრობლემა, რაც შეიძლება გქონდეს, ეს თავიდან ავიდოდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ მონაცემები ცოტა არის, შეიძლება ეგეც არის, ეგ არ არის, რა ქვია, 100%-იანი გარანტია. უბრალოდ ეს არის avoiding რა, რომ მოვერიდოთ ამ პრობლემას. კეთილი. აბა კვიზის დროს მოვიდა მეორე კვიზის. ახლა ალბათ იგივე ლინკი იქნება, ახალგაზრდებოდა. ამას გავხსნი ჯერ. კეთილი. აბა მოდით, იგივე ლინკზე სავარაუდოდ თუ ნახავთ დამიდასტურეთ და მან აქვე ვნახავ. კი ბატონო. ეს ტაიმერი უნდა დაგინიშნოთ 30 წამიანი აქ. თუ რამდენი წამიანი დაგინიშნოთ? კი ბატონო, აბა ვნახოთ. აჰა. ნუ 8 მონიშნეთ B და ერთმა A. თუ გინდათ ამონიშნეთ განვიხილოთ. თუ არ და მე წავიკითხავთ, ან მითხარით თქვენ ვინც აირჩიეთ და ერთად განვიხილოთ, აბა. Grapher მეთოდი. Ranks features without training any model. ახლა უყურე. Refer მეთოდი რომელი იყო უყურეთ მეორე, ხო? ეს recursive feature elimination და ეს recursive feature eliminations როგორ ვაკეთებთ? Target-ი უნდა გქონდეს. ანუ ჩვენ ვატრენინგებთ მოდელს, ვატრენინგებთ ნიშნავს, რომ გვაქვს input feature-ები და target feature-ი, ხო? ამ შემთხვევაში supervised მეთოდს როცა ვიყენებ და ვიღებთ რაღაცა, მე ვასორტირებთ feature-ებს და ასე შემდეგ. ამიტომ ვაკეთებთ ტრენინგს. ამიტომ ეს არ იქნება და სწორ. ნუ B არის რომ refer method use model performance to evaluate feature combinations. კი ბატონო, რაღაცა feature performance უყურებს მე რომელმა feature-მა გააკეთა ყველაზე მეტი კონტრიბუცია და მაგის მიხედვით ვირჩევთ feature-ებს. ჩვენი. მეორე კითხვა. მოდი დავინიშნოთ თუ გინდა დროც. მაგრამ თავი დავინიშნო და თან უარ მიპასუხოთ მე აქ. ამიტომ მოდი მიპასუხეთ თქვენი ტემპით, ოღონდ შეიცადეთ არ გამოიყენოთ ასე თქვა დაგუგლა რომ მაინც სავარჯიშო რეჟიმში ვართ ხო ჩვენ თუ რაღაცა ერთად განვიხილოთ. კეთილი, აბა მოდი ვნახოთ. აი აქ უკვე გვაქვს გადანაწილება სხვადასხვა იმის თუ გინდა ის განვიხილოთ. მოდი ხელისაწევით განვიხილოთ. ვინც ცია ერთია ჯერ მაგით დავიწყოთ.
თემიკო გისმენთ. ანუ C იმიტომ ავარჩიე რომ random forest-ში თვითონ ალგორითმის ნაწილი არის რა feature importance-ის გამოთვლა და ჩემი აზრით თავი ჩაშენებული გამოდის. კი ბატონო, embed method ზუსტად ეგ გამოდის, ზუსტად ეს. Recursive feature elimination იყო wrapper-ი, ხო? ანუ wrap რა არის, რომ გადახურო, ანუ დამატებითი ის არის, ხო? Wrapper method class-ის ალგორითმია და remove features with low variance, ну ეს ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ფილტრად იყოს ფილტრის ერთ-ერთი სახეობა შეიძლება იყოს აი ეს A. დავით ხო? იოთ, შემდეგი კითხვა. ჩვენ ავირჩიეთ კორელაცია, რომ შეგვერჩია top feature-ები, მაგრამ მოდელის პერფორმანსი კიდევ ცუდი არის. და რა შეიძლება იყოს მიზეზი? აბა ვნახოთ. ხო, აქაც გაიგო. მოდი ახლა დედან დავიწყოთ. აბა დევინც აირჩია, თუ შეიძლება რომ განვიხილოთ ერთად. შეიძლება ეს D არის პასუხი სწორი, ამიტომ ნუ შეეშინდებათ. კი ბატონო, საბა, მოდი ვისაუბროთ. რატომ აირჩიე ეს? კი ბატონო. კაი, თუ გინდა ჩატში დაგვიწერე საბა და სხვამ აგერ შენ გარდა ორმა აირჩია და ხოთ რომ განვიხილოთ ერთად ვისაუბროთ. მეც D ავირჩიე და ორივე პასუხი სწორი მგონია, იმიტომ რომ შეიძლება ნორმალიზება რო უქნათ ფიჩერებს, უკეთესი შედეგი დადოს. ხო. ამ შემთხვევაში კითხვა როგორ არის, აბა ვნახოთ კარგად. You use correlation to select top features, but ხო, კი ბატონო, კორელაცია ავირჩიეთ ამ ფიჩერების იმისთვის. ამ შემთხვევაში კორელაციის სხვა ალგორითმები არის, მაგრამ მაგალითად ერთ-ერთი Pearson კორელაციას თუ ავიღებთ, როგორც მახსოვს, მე არ ჭირდება მაგას ნორმალიზაცია. ანუ ისედაც ასე ვთქვათ normalization invariant არის. მე მეგონა ფიჩერებს რო ავირჩევთ, მაგის მერე ნორმალიზება იგულისხმებოდა. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ნუ ამ შემთხვევაში, ხო, ნუ B უფრო არის, ხო? იმიტომ რომ ფილტრებს ზოგადად უყურებთ თითოეულ იმას, ხო, ფიჩერებს და ნახულობთ, მაგალითად variance ის არის პატარა დავდროპეთ. ანუ რამესთან კორელაციაშია დავდროპეთ. და ასე შემდეგ. კი ბატონო. მოდი აბა კიდე გვაქვს აქ. მოდი ერთი ცა გვაქვს კონლი ამ თემაზე. ანუ ორი. აბა ვნახოთ.
ხო, ну, რა მაიჩეთ პირველი the remote feature we like noise or irrelevant და ერთმანეთში training data size was too small. ხო, ну, ამ შემთხვევაში არ ვიცი, თუ გინდათ ვინც აირჩიეთ, მითხარით რატომ აირჩიეთ. თუ არა და მე გეტყვით მაშინ, ანუ ამ შემთხვევაში უყურეთ კითხვა როგორ იყო, რომ დავდროპეთ, ანუ რაღაცა ფიჩერები შევამცირეთ და ხო, გაუმჯობეს და მოდელის იზრდა. რას ნიშნავს ეგ? რაღაცა ესე იგი ფიჩერი, noisy იყო, რაღაცა ჩვენთვის არა ხელსაყრელი ინფორმაცია შეიცავდა. ხო, რაღაცა ხმაური იყო დამატებით. ეხლა დამატებით ხმაური რო იყო, ეგ რო წავშალოთ, მოვაცილო. თავისთავად გავაუმჯობესებ ხო ჩემ ალგორითმს, ეგ არის პრინციპი. და ეხლა ნუ training data was too small, შეიძლება ეგეც ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ამის გარანტია არ არის. ანუ ამის ეხლა 100%-იანია მაგას პასუხი ათქო, ამაზე ვერ ვიტყვი. თუმცა შეიძლება რაღაცა ნაწილში ეგეც პასუხი ყოფილიყო. ამიტომ არ არის პრობლემა, ვინც ეგ აიჩია. ოკეი. კი, მაგრამ ხო შეიძლება ფიჩერები რელევანტური ყოფილიყო, მაგრამ რო წავშლიდით, მაინც უკეთესი შედეგი ყოფილიყო. ყველა ფიჩერი რო რელევანტური ყოფილიყო? ხო. არ ვიცი. თუ ყველა ფიჩერი რელევანტურია და რაღაცა ფიჩერს ამოვშლით. არ ვიცი გაუმჯობესდება თუ არა. უფრო მეტად არ გაუმჯობესდება ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ უფრო მეტად. თუმცა თუ გაუმჯობესდა, შეიძლება ეგ მანიშნებელი იყოს იმის, რომ overfitting-ს ვაკეთებთ. მაგაზე პასუხს ესე გეტყვით. ამიტომ ყოველთვის ეჭვი შეიპარეთ რაში იცით? თუ ხვდებით, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ფიჩერები გაქვთ და მე წავშალ ეს ფიჩერი და აი რაღაცა მოხდა და გავაუმჯობესდა ეს EQS-ი, ხო რაღაც. ესე იგი რას ნიშნავს ეგ? პირველი ეჭვი შეიტანეთ, რომ შეიძლება არასწორი მეტრიკა მაქვს. შეიძლება overfitting-ს ვაკეთებ. და მერე შევიტანებს, რომ მერე ვიტყვი, რომ კაი, მაშინ ეს არ მჭირდებოდა რაღაცა ფიჩერი და დავდროპე და მაინც გამესარდა. მაგას ვიფიქრებ მე ბოლოს. დები ხო ანტო? კი. კარგი, აბა მოდი რამე გვაქვს კიდე. ხო, კარგი, აბა გავაგრძელებთ მაშინ ჩვენის. ამ თემასთან დაკავშირებით მითხარით, აბა თუ რამე დაინტერესებთ კიდე. აი, ზოგი მოდელი დისტანციას ხო არ ითვალისწინებს და მან course of dimensionality მუშაობს? ხო, ძალიან კაი კითხვაა. ამ შემთხვევაში დისტანციის გარდა არსებობს კიდე მაგალითად cosine distance, ხო? სადაც ვექტორული განსხვავება არის ვექტორებს შორის, რა ქვია, ვექტორებს შორის, ზედმეტად გრადუსული, ხო? თუ მაგალითად ორი ვექტორის გრადუსი ან 0-თან მიახლოებულია, ესე იგი ეს ორი ვექტორი ერთმანეთს და ერთმანეთს გავსია, თუ განსხვავებულია, ანუ დიდია გრადუსი განსხვავებულია. ამ შემთხვევაშიც უფრო ნაკლებად მოქმედებს ეს course of dimensionality, მაგრამ მაინც მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ sparse არის ეს მონაცემები. თუმცა ყველაზე დიდი ეფექტი მაინც მაგალითად ევკლიდური მანძილის დათვლის დროს როცა ხდება, უფრო მეტ ეფექტს მაშინ ახდენს. და ზოგადად მაგას რო დავამატოთ, მაგალითად random forest-ი, ხო? random forest-ი ჩემი გამოცდილებით კარგად მუშაობს დიდ განზომილებიან მონაცემებზე. იქიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი ისა, ხო, არქიტექტურა, ხო, tree-based მოდელია და feature selections როგორც თქვით, თვითონ აკეთებს და კარგად მუშაობს. ანუ overfitting-ს არ აკეთებს და აი სხვა მოდელებთან შედარებით შეუძლია ასე ვთქვათ გაფილტროს ის feature-ები, რაც არ უნდა და აიღოს მხოლოდ ისინი, რაც უნდა და შედეგი მოგცეს. ну იგივე ეს ვიტყვი, ყველა tree-based მოდელზე ხო, იქ chiboost იქნება თუ cut boost და შემდეგ. კარგი, კიდე რამე კითხვა ხომ არ არის?
აი გავაგრძელოთ. გადავიდეთ ჩვენ მეორე თემაზე. ეს არის ჩვენი feature selection, ხო? გქონდა რაღაცა ფიჩერები. ამოვირჩიეთ იმ ფიჩერები და რაღაც კონკრეტული ფიჩერები. light GBM. ხო, ნუ light GBM-იც ხო tree based არის და ეგეც ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს, ასე ვთქვათ, high dimensional მონაცემებს. კაი, feature extraction. Feature extraction-ი არის, ნუ როგორც ასე ვთქვათ, წერან ნახეთ. ამ შემთხვევაში feature extraction აკეთებს რას, რომ გვაქვს დიდი განზომილების მონაცემები და ამ მონაცემების კომპრესიას აკეთებს ისე, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევინახოთ. ხო, მაგალითად, თუ გვაქვს 100,000 განზომილება, აი ფიზიკურად რო დაიმახსოვროთ, აი მე შემიძლია შევკუმშო ეს მონაცემები, ანუ შევჭეჭყო ასე ვთქვა და რაღაცა ისეთი შემცირებული მონაცემების რაოდენობა, ფიჩერების რაოდენობა მივიღო, თუმცა ამ შემცირებულ ფიჩერების რაოდენობაში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ადრე მქონდა. თქვენი აზრით, სანამ იმაზე გადავალთ, იმის გარდა რომ მე შევამცირებ მონაცემები და მაგალითად computational resource ასე ვთქვათ, ყურადღებას ვაქცევ, დროს შევამცირებ, შემდეგ დატრენინგების არ ვიცი, ვიზუალიზაციას მოვახდენ, ხო, თუ ორზე შევამცირე. კიდე აი რა შეიძლება გქონდეს პრიორიტეტი. ანტონ. noise გავწმინდავთ ნაწილობრივ და სიგნალი უფრო მკვეთრად გამოჩნდება. კი ბატონო. noise თუ რამე იქნებოდა, ხო? აი ეს noise დავკარგავ მე იმაში და მხოლოდ დავტოვებ მნიშვნელოვან ფიჩერებს. ჩვენი. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ეს. ნუ, დღევანდელ ლექციაზე მე ვამამზადე ამ feature extraction-ის სამი ყველაზე ცნობილი მეთოდები. რომელსაც აქვია PCA, Principal Component Analysis, T-Distributed Stochastic Neighbor Embedding, TSNIQ-ან ზოგიერთ სახის TSN-ის და UMAP, Uniform Manifold Approximation and Projection. ნუ რეალურად სამი ესე მაგ დასორტილი, მაგრამ ნუ როცა მოიგონეს იმის მიხედვითაც ან მაგალითად PCA მოიგონეს რაღაც ადრე, მერე TSN და მერე UMAP. ნუ ქრონოლოგიურად არის დასორტილი და ჩვენც მასე გავიარეთ. კაი. სამი ექსმენიათ. თუ რომელი ექსმენია და რომელი არა, ვამითხარით. ანტონის კი, ყველა ექსმენია და ყველა გამოიყენებს. აი, მოდი თუ ესე გავლილი გაქვთ, ესე იგი ბევრ რამე გეცოდინებათ, მაგრამ შეიძლება რაღაც დეტალები ისეთი იყოს, რაც აქამდე არ გისწავლიათ და აი ეგ დეტალები კარგად გავირგმავთ, ოკეი? კარგი. დავიწყოთ ჩვენ PCA, თან მაშინ თუ ხსმენია და თუ იცით, მოდი თქვენ ამიხსენით მე. დავიწყოთ ესეთი რამე. მაგალითად PCA-ს როცა ხსნიან ხოლმე, ხო? მუღამი ხო არის რომ დიდი განზომილება გადავიყვანოთ პატარა განზომილებაში. ამ შემთხვევაში მე მაქვს მონაცემი ორ განზომილებიანი, მაგალითად ეს იყოს რაღაც ადამიანის სიმაღლე, ეს იყოს ადამიანის წონა. და თითოეული წერტილი არის მონაცემი ადამიანის სიმაღლეზე და ადამიანის წონაზე. ახლა თქვენ მითხარით. ეს მონაცემები, ეს ორ განზომილებული მონაცემები რო გადავიყვანოთ ერთ განზომილებაში. რა იქნება ის ერთი განზომილების მიმართულება, სადაც მე შევინახავ ამ მონაცემების დიდ ინფორმაციას, ანუ მონაცემების პატერნს რო შევინახო. აბა ვინმე თქვის ხელისაწვევით. კითხვა რო გაიმეოროთ. კი ბატონო. ეს არის ჩემი ორ განზომილებიანი მონაცემი, ხო მართალია? ეს ორ განზომილებიანი მონაცემი მე მინდა გადავიყვანო ერთ განზომილებაში. ანუ რაღაც PCA, ანუ რაღაცა feature extraction გავუკეთო, რომ ორი განზომილებიდან გადავიდე ერთ განზომილებაში. ერთი განზომილება რა არის? უბრალოდ თქვი ხაზი, ხო? და რა მიმართულების უნდა იყოს ერთი განზომილება, ანუ რა ვექტორი უნდა იყოს ვიზუალურად, რომ ეს მონაცემები რაც გვაქვს და რა პატერნიც ამას გააჩნია, რა მახასიათებლების, იმის მაქსიმალური ინფორმაცია შევინარჩუნო. ეგ არის კითხვა.
principal component უნდა ავიღოთ მან და აი წფერო გავაუთ და qola წერტილთან ყველაზე მეტად იყოს რა aligned. ანუ რო იზრდება ეს წერტილები ეგრე რა. ხო, ნუ კი ბატონო, ამ შემთხვევაში ნუ principal component 1 ხო, ავიღოთ ესეთი წფერი, ხო, აი ზუსტად ეს. აი ასეთ ვექტორს თუ ავიღებთ, ხო? ეს ისეთი ვექტორი იქნება, რომელზეც თუ ამ მონაცემების projections გავაკეთებ, ხო? შენარჩუნდება ის პატერნი, ის ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად მონაცემს ჰქონდა. აი მაგალითად აქ დემო მაქვს, ხო? აი მაგალითად ეს არის მონაცემი. და ეს არის მაგალითად ერთი განზომილება და ამ ერთ განზომილებაზე მე რომ მოვახდინო ამ მონაცემის პროექცია. აი ამ მომენტში ეს variance, ხო? ეს ვარიაცია არის ყველაზე მცირე მონაცემების და აი ამ მდგომარეობაში ვარიაცია ამ მონაცემების, ანუ გადახრა საშუალოდან არის ყველაზე დიდი. ამიტომ ნუ PCA რას ვარაუდობს? PCA ვარაუდობს, რომ მე შემიძლია ისე გავუკეთო ამ მონაცემების ტრანსფორმაცია, რომ ვარიაციის მაქსიმიზაცია გავაკეთო. და იმას ვარაუდობს, რომ მე თუ ვარიაციის მაქსიმიზაციას გავაკეთებ, მაშინ მე შევინარჩუნებ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას. მაგას ვარაუდობს. მაგალითად, აი აქ, ხო? ეს მონაცემები თავიდან რომ აქვს, რაღაცა პატერნს ხედავ, ხო, რაღაცა ეს აქ არის, ანუ მანძილი აქედან აქამდე და მანძილი აქედან აქამდე არის მაგალითად 5 ჯერ მეტი, ან 10 ჯერ მეტი, ხო? ამის projection რო გავაკეთო აი აქ, ამაზე, ამ მიმართულებაზე, ხო, აი ეს რო ამის projection აქ გავაკეთო და ეს იქნება ესე იგი წერტილი ამ განზომილებაში, ეს წერტილი ამ განზომილებაში იქნება აქ, ეს წერტილი ამ განზომილებაში იქნება აქ, ეს წერტილი ამ განზომილებაში იქნება აქ და ესე იგი უყურეთ, აი ლოგიკურად რო უყურეთ. მანძილი თავიდან რაც იყო ამას და ამას შორის და ამას და ამას შორის პროპორციულად იგივე იქნება, რაც მანძილი აი აქ პროექტირებულ ამას და ამას აი ამას შორის. ამიტომ ანუ ის პატერნი, ის ინფორმაცია, რაც არსებობს მონაცემებში, ნარჩუნდება. ეს არის მთელი ფილოსოფია ამ PCA-ს. აი ეს მომენტი მინდა რომ კარგად, ანუ ინტუიციურად ჯერ დაიმახსოვროთ, სანამ უშუალოდ მათემატიკურ დეტალებზე გადავალთ და ხვდებით ამ მომენტს კარგად? დიახ, ჯერჯერობით გასაგებია. კი ბატონო, სხვაება? გამიდასტურეთ ან არ დამიდასტურეთ. ამიტომ რას გეუბნებით უყურეთ, არსებობს ორი ფიდბექი, ერთი არის რომ რაღაცა ვერ გავიგეთ და მეუბნებით ვერ გავიგე, მეორე არის დადებით ფიდბექი, ანუ on track feedback-ს ეძახიან და ეგეც მნიშვნელოვანი ფიდბექია, რომ ვიცოდე ანუ სწორად ვარ თუ არა. ნუ ბევრი თითი ვნახე აქ აწეული და რა ვიცი ბატონო, ჯერჯერობით თუ გაიგეთ, კარგია და თუ რაღაცა აი ყოველ მომენტში გავჩერდეთ. კარგი. ნუ ეხლა აი განმარტების თანახმად PCA რას აკეთებს? ხო, ეს არის linear ტრანსფორმაცია, რომელიც პოულობს მიმართულებას, სადაც ხდება მონაცემების მაქსიმალური ვარიაცია, სადაც projectionის მერე ხდება მონაცემების მაქსიმალური ვარიაცია, ხო? და ვარაუდობს, რომ თუ მე ვზდი ვარიაციას, ამ PCA თუ ვზდის ვარიაციას, ესე იგი მე ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვინახავ იქ. ეხლა ნუ step by step როგორ ვაკეთებ? პირველი და ყოველთვის დაიმახსოვრეთ PCA-ის გამოთვლის დროს ვაკეთებთ ნორმალიზაციას, სტანდარტიზაციას ამ მონაცემს. ეს სტანდარტიზაცია რას ნიშნავს? მე ამიხსნის? რას ვუკეთებთ ამ მონაცემს, ამ features, თითოეულ features ამის მიხედვით. ვინმე ამიხსნის? X-ს ვაკლებთ საშუალოს და ყოფთ სტანდარტულ განაწილებაზე. კი ბატონო. და შემდეგ რას მივიღებთ? 0-დან 1-მდე სკალაში მივიღებთ. ხო? არ დარწმუნებული გიგი. აუ მოდი სხვა აი ნორმალიზაციის დროს ხდება. ეგ ხდება scaling-ის დროს, 0-დან 1 scaling-ის დროს, ხო? რაც 0-დან 1-ში გადაგვყავს და ამ შემთხვევაში როგორ იქნება? აბა დავეხმაროთ გიგის. -1-დან 1 არ იქნება? არა მგონია. არა, ხო. აბა კიდე დავეხმაროთ ნიკოლას.
აი მინიდან standard deviation-ის გადახრა, standard deviation-ით შორებში. ნორმალიზაცია ხო იმას შვება, რა ქვია, 0-დან 1 რეინჯში ათავსებს და სტანდარტიზაცია გონი საშუალოს ნულს ხო არ ხდის თვითონ მონაცემების. მოიცაი ხარ, შენ კითხვას მისვა, აქეთ დაგისვი კითხვა და. მიდი, აი მიმართულებით მიდიხართ, მიდი გაგრძელე. ანუ სტანდარტულ განაწილებას ემსგავსება მონაცემები. ხო, ოღონდ ისე რომ ის STD ერთი გქონდეს რა. აი, ეხლა უყურე მივედით, უყურეთ ეხლა. რას ვაკეთებ? საშუალო ამ ტრანსფორმაციის მერე თითოეული ფიჩერის საშუალო იქნება რა? 0. 0 იქნება საშუალო და სტანდარტ დევიაცია გადახრა იქნება 1. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა რაღაცა მონაცემი შეიძლება იყოს 1-ზე მინუს 1-ზე მეტი ან ნაკლები, ხომ მართალია? თორემ მხოლოდ სტანდარტ დევიეიშენ არის 1. ხვდებით ხო? თუ ერა კიდევ ვთქვათ? არა გასაგებია. ხო, ანუ მონაცემებს როცა ასე თქვათ, ამას ვუკეთებთ, თუ დავთვლით ამ თითოეული ფიჩერის საშუალოს იქნება 0 და თუ დავთვლით standard deviations თითოეული ფიჩერის გამოდის 1. ეგ არის და ეგ. და თავისთავად მონაცემები იქნება არ ვიცი. შეიძლება -5-დან იყოს 5-მდე. მაგრამ იმის standard deviation იქნება 1. მოკლედ. დავთვალეთ ეგ, ნორმალიზაცია გავუკეთეთ, სტანდარტიზაცია გავუკეთეთ, ხო? გადავიყვანეთ ეს რიცხვებში ერთ, ასე ვთქვათ, რეინჯში. ეხლა რატო გადაყავს ერთ რეინჯში, თუ გინდა მაგაზეც განვიხილოთ. რატო გადაყავს აბა ერთ რეინჯში, თუ მე საერთოდ რატო ვაკეთებთ ამ დამატებითი ის პროცედურა არის? ნუ ზოგი ალგორითმი ნორმალურ განაწილებას არ ვარაუდობს მონაცემებში და მაქსიმალური ეფექტიურობისთვის გვინდა რომ მონაცემების დავამტყიოთ მაგას. ხო, ეგ ერთ-ერთი პასუხი შეიძლება იყოს, მაგრამ მაგაზე უფრო მეტად სხვა პასუხი უფრო არის ჩემი აზრით. აბა მითხარით. მონაცემებს შორის დისტანცია რომ ის იყოს 0-დან 1-მდე თუ ნორმალიზებული. 0-დან 1-მდე შეიძლება არა, მაგრამ რაღაცა რეინჯი რო ქონდეს ეგ ეგ არის, ხო? ან 0-დან 1 შეიძლება ქონდეს. ან რაღაცა არ ვიცი, -5-დან -5-მდე, ან -3-დან -3-დან 3-მდე. რაღაცა ერთნაირი რეინჯი უნდა ქონდეს სხვა ფიჩერებს იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმართ რაღაცა გავაკეთოთ. აი მაგალითად, მეორე სტეპი PCA-ის დათვლის დროს არის ეს compute variance covariance matrix-ის დათვლა. ეს არის მეორე სტეპი. ეს covariance matrix-ა რა არის? მაგალითად, მაქვს 100 ფიჩერი. 100 ფიჩერი, თითოეული ფიჩერი დათვლის covariance თითოეული სხვა ფიჩერების მიმართ. ანუ შეიქმნება 100 მატრიცა. ასეთი ფორმულა აქვს, სადაც ეს x ეს არის საშუალო და ეს ანუ პირველი ეს არის პირველი ფიჩერი, ეს არის მეორე ფიჩერი. პირველი ფიჩერის გამოკლებული საშუალო, გამრავლებული მეორე ფიჩერის გამოკლებული საშუალო. გაყოფილი n-ზე, ხო? და ეს მატრიცა 100-ზე თუ მივიღეთ და თუ ამას სიტყვაზე დადებითი მნიშვნელობა აქვს, ეს იგივეა, რომ როგორც წინაზე ის განვიხილეთ, ხო გახსოვთ კორელაცია. იდეურად უყურეთ covariance რა არის, რომ თუ ერთი იზრდება ერთი ფიჩერი, მეორეც იზრდება. თუ ნეგატიურია covariance ერთი ფიჩერის მეორესთან, ეს ნიშნავს, რომ ერთი როცა იზრდება, მეორე მცირდება. თუ ასე ვთქვათ, 0-ია, 0-თან მიახლოებულია, ეს ნიშნავს, რომ არანაირი წრფივი კორელაცია არ გააჩნია ამ ორ ფიჩერს. ეხლა Python-ის კოდით შეგვიძლია ასე დავთვალოთ, np covariance და გადავცეთ ეს ჩვენი normalized feature-ი, ესა data და ნუ ფორმულით ასე არის. ნუ კაი, დავთვალეთ ეს covariance, რაში გვჭირდება ეს covariance დაცვა, ხო? ეს იყო მეორე სტეპი. ეხლა მესამე სტეპი რა არის? მესამე სტეპი არის რომ გამოვთვალოთ ამ covariance matrix-ის eigen value და eigen vektorები.
ახლა ნუ გავლილი გვაქვს გვეუბნებით. ახლა ვინ ამიხსნის რა არის ეს eigen vektori და eigen value. ინტუიციურად მაინც. ელისაწერეთ. ანუ ის მიმართ ხელი არ ვიცი და შეიძლება კი. მედია. ის მიმართულება, რომელიც ყველაზე დიდად აღწერს ვარიაციას. ო, დის ვარიაციას. კი ბა, ესე იგი eigen vektorები არის ისე, ნუ eigen vectors ასევე ეწოდება principal კომპონენტები, ხო? რომელიც ასე ვთქვათ, აი მაგალითად, ეს არის ჩვენი eigen vector. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ასე ვთქვათ, ან captures, ხო? რაღაცა იჭერს ყველაზე მეტ ვარიაციას ამ მონაცემების. როდესაც 1 არის ეს ჩვენი პირველი eigen value, მეორე eigen value რა არის? ეს არის ამ პირველის ისა რა ქვია? ორთოგონალი, ხო? ანუ პერპენდიკულარული, კონკრეტულად ქართულად ეგრე. ორთოგონალური ვექტორი. ამ შემთხვევაში ეს ამან პირველმა ვექტორმა შეიძლება დაიჭიროს როლი მთელი 95% ვარიაცია თავდაპირველი მონაცემების და ზუსტად ეგ არის ეგ შენი eigen value. რო eigen vektori არის მიმართულება, ანუ რა მიმართულებით იჭერს და eigen value არის რიცხობრივად how much variance is captured. ანუ რა რაოდენობის ვარიაცია არის დაჭერილი ამ ვექტორის მიერ. ესე იგი თუ აი ამ თავდაპირველ მონაცემებს გაჩნდა სიტყვაზე 100 ვარიაცია, ეს 100 უბრალოდ ისე ვიძახი. ამ ერთმა ვექტორმა შეიძლება დაიჭიროს 95% ვარიაცია. ნუ ამ შემთხვევაში ვარიაცია აი მარტივ ენაზე ინტუიციურად შეგიძლია თქვათ, რომ 95% ინფორმაცია მონაცემების. ანუ თუ მონაცემები ქონდა რაღაცა 100 რაღაცა მონაცემი ქონდა და რაღაცა ღირებულება გაჩნდა 100, ხოლოდ ერთმა ასე ვთქვათ გაზომილება ამ შემთხვევაში eigen vektorმა შეიძლება დაიჭიროს 95% ღირებულება იმ მონაცემების. მეორემ დაიჭიროს 5%, ხო? ამიტომ ახლა თუ ეს მარტო 5 ჭერს და ეს 95, შეგვიძლია მარტო ეს დავტოვოთ რა. რაღაცი ვჭირდება ეს. ამიტომ ეგ არის ზუსტად მუღამი შენი feature extraction და dimension reduction-ის, რომ მე ისე შევამცირო ის dimension-ი, რომ შევინახო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყვებით? იოთ. მეოთხე სტეპი დავთვალეთ ეს ჩვენ eigen vektorები, eigen value-ები და ნუ მეოთხე სტეპი არის უბრალოდ პროექცია უნდა გავაკეთოთ, ხო? დათვლილ eigen vektorზე უნდა გავაკეთოთ projection. ამ შემთხვევაში dot product-ია, ხო? Dot product-ი ნიშნავს, რომ რაღაცა მონაცემები რომ აქვს თავდაპირველი x სტანდარტი, გავაკეთე იმის პროექცია ამ ჩემ eigen vektorზე. ამ შემთხვევაში მხოლოდ პირველ eigen vektorზე გავაკეთე, რომელსაც გააჩნდა ყველაზე მეტი eigen value. ყველაზე დიდი eigen value. ხო, ნუ პატარა ვიდეო მაქვს PCA can only work on linear data მეთქი, ანუ ესეთი ისაა და აი მაგალითად თუ ესეთი მონაცემი გექნებათ, ნუ თუ გვაქვს ახლა ეს მაგალითად სახით არის ყოველთვის მოცემული რა, სპირალური მონაცემი და ორი კლასი გვაქვს. ეს არის ერთი კლასი, ეს მეორე კლასი და ახლა ჩვენ ვერ ვიპოვით ისეთ ერთ განზომილებას, სადაც ეს ორი კლასი შეიძლება იყოს separable რა, სეპარაციული რა, განსხვავებული. აი მაგალითად თუ ავიღეთ ერთი ისა, აბნეულია მაინც. მაგალითად სხვა მიმართულებით თუ გავაკეთეთ projection, მაინც ან ვერ იჭერს იმ განსხვავებას ამ ორ კლასს შორის. ნუ ამიტომ ეს არის disadvantage. ან ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ PCA არის linear, ან მათემატიკური PV feature extraction method. Feature dimensionality method. არის რომელიც მუშაობს მხოლოდ თვი მონაცემებს. თუმცა ახლა რომელია თვი მონაცემი, რომელია არც თვი მონაცემი, ეგ უკვე პრაქტიკიდან უნდა ნახოთ. ზეპირად თქვენ ვერ მიხვდებთ. კაი, გადავიდეთ დემოზე. მოდი სანამ დემოზე გადავალთ, 2 თუთი დავისვენოთ, შეიძლება.
კი. დავისვენოთ, რომ თან წალს დავლევთ რაღაცას ვიცოთ. კარგი, თავი დავბრუნდეთ 2 წუთში. კარგი, თაბა აქ ვართ. დასტურე თუ შეიძლება. მადლობა. კარგი, გავაგზავნოთ. აბა მოდი ახლა მე კოდს გავხსნი და დემო განვიხილოთ ჩვენი PC-ის, ხო? ახლა ბევრი რაღაცები დავწერე, მაგრამ თუ გინდა მალე გადისტრო. კარგით. კარგად ჩანს ეკრანი. მივაზვინე თან. კარგით. დავიწყოთ. PCA Principal Component Analysis. ამ შემთხვევაში მაგალითად სახით ავიღოთ როგორც ეს ირის მონაცემები, პატარა ვიზუალიზაცია მაქვს, ხო? ეს პეტალი და სეპალი რა არის, ის არ ვიცოდი ეს რა არის და მაინც ვერ ხვდები კარგად რა არის, მაგრამ ნუ საორჯიშოთ გამოგვადგება. ეხლა მუღამი რა არის? 4 განზომილება გვაქვს, ხო? 4 განზომილება გვაქვს და მოდი PCA-ით გავაკეთოთ ისე რომ ეს 4 განზომილება გადავყვანოთ ერთ განზომილებაში ისე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები შევინახოთ. პირველი, რას ვაკეთებთ, როგორც განვიხილეთ, ხო? ვაკეთებთ ამის სტანდარტიზაციას, ნორმალიზაციას. ეხლა უყურეთ, აი, კითხვას რო გისვავდით, ესე იგი რას ნიშნავს, რომ მონაცემები თუ იყო რაღაც 5.1, 4.9-ის შემდეგ, ასე თქვა სტანდარტიზაციის შემდეგ გადავიდა რაღაცა რიცხვებში, ხო? -0.9, -1 რაღაცა და შემდეგ. ეხლა თუ აი გავტესტოთ. დავუშვებ ახლა ამ კოდს. აი, ეხლა მე რო დავთვალო ამისი საშუალო, ხო? მაგალითად პირველი ფიჩერის. იქნება წესით 0. ხო, აი, 0-თან მიახლოებული არის, ანუ i-15, ანუ ძალიან 0-თან მიახლოებული.
და თუ მინდა დავთვალო standard deviation-იც ეს უნდა იყოს 1-თან მიახლოებული. ანუ ეს უბრალოდ 1. ეგ არის და ეგ. მაგრამ დავისწავლოთ რიცხობრივ მნიშვნელობა შეიძლება გაიზარდოს, აი თუ გინდა რიცხობრივ მნიშვნელობაც ვნახოთ. NP min. აი რიცხობრივ მნიშვნელობა ესე იგი მინიმალურია -1.87, მაქსიმალურია 2.59. ხო. დავთვალოთ სტანდარტიზაცია. გავუკეთეთ, დავთვალეთ ჩვენი covariance matrica, აი, თქვენ რამე covariance matrica, ანუ ვნახულობთ, რომ რა ასე ვთქვათ, რა დამოკიდებულებაში არის ერთი ფიჩერი მეორესთან, მაგალითად SEPA length-ი და petal width-ი რაღაცა დიდ დამოკიდებულებაში არის, ხო, ერთმანეთთან. აი ეს არის უარყოფით დამოკიდებულებაში, როგორც წერა ვნახეთ და ეს იგივე არის, ეს რო გაიზრდება, ესეც იზრდება. ეს უარყოფით ნიშნავს, რომ ეს რო იზრდება, ეს კლებულობს, 0-თან მიახლოებული ნიშნავს, რომ ერთმანეთს გაზრდა, მეორე შემცირებასთან გაზრდას არ გულისხმობს, ანუ საერთოდ არ არის რაღაცა მიმართებაში ერთმანეთთან. მერე დავთვალეთ ჩვენი eigen value-ები და eigen vektorები. კიდევ ერთხელ ვთქვათ, eigen value-ები ეს არის ის vektorები, რომელზეც პროჯექტირების მერე მონაცემების მოხდება ყველაზე მაქსიმალური ვარიაცია, ხო, მაქსიმიზაციას აკეთებს ვარიაციისთან, eigen value ნიშნავს, რომ რა რაოდენობის ვარიაციას ინახავს ის ჩვენი eigen vektorები. და ამ შემთხვევაში დავთვალეთ 4 eigen vektori და თითოეულ eigen vektorს გააჩნია რაღაცა eigen value, 4 eigen value. აბა ახლა უყურეთ, საინტერესო ეს ყველაზე საინტერესო მომენტია ეს. ეს მინდა რომ კარგად გაიგოთ. ეს არის cumulative variance, ანუ cumulative variance რას ნიშნავს, რომ აი ეს არის 1, 0-დან 1-მდე, ანუ მე 4-ვე principal component-ი გამოვიყენო, აი ეს არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ეს არის ჯამური რა, ეს არის 0.75-ს დამატებული ესა, 0.2 დამატებული არის 0. რაღაცა და დამატებით რაღაცა და გამოვიდა 1. ანუ ეს ნიშნავს, რომ პირველი eigen vectors გააჩნია, ანუ ინახავს 0.70 დაახლოებით 0.70% variance. ანუ ღირებულებას ინახავს ეს პირველი eigen vector. მეორე ინახავს თავდაპირველი მონაცემების 0.2%, ეს ინახავს უყურე ძალიან ცოტას 0.05, შეიძლება 5% და ეს საერთოდ არის არ 0-თან მიახლოებული. ამიტომ ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ეხლა ამას რო შეხედავთ თქვენ. აი თქვენი აზრით, რამდენი eigen vectors აირჩევდით იმისთვის, რომ თავდაპირველი მონაცემები წარმოაჩინოთ თითქმის თლიანი ღირებულებით. თქვენი აზრით. 3 არა? ხო, ნუ შეგვიძლია ეს 3 ავიღოთ და ეს დავიწყოთ და ვთქვათ, რომ აი, მარტო 3 ავიღოთ და მე გავაგრძელოთ ჩემი მონაცემთან. შეიძლება 2-იც ავიღო რა. ეს არ გავითვალისწინო. შეიძლება 1-იც ავიღო. გააჩნია რა გვინდა, ხო? ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, ჩვენ შემდეგ ეტაპზე რას გავაკეთებთ. ნუ ამ შემთხვევაში აი ვიზუალურად რო გაჩვენოთ, მე მხოლოდ 1 ავიღე, მხოლოდ 1 ვექტორი ავიღე. ანუ 4 განზომილება გადავიყვანე 1 განზომილებაში და ვიზუალიზაცია გავაკეთე. უყურე რა მაგარია. ესე იგი, 1 განზომილებაში გადავიყვანე და ამ განზომილებაში მე კარგად ვხედავ განაწილებას იმ კლასებისა, რაც ქონდა თავდაპირველ მონაცემებში. უყურეთ, მხოლოდ 1 განზომილებით, ანუ პირველი principal component-ით მე შემიძლია დავადგინო რომელი კლასი არის. მაგალითად, შემიძლია აქ rule based რაღაცა გავწერო, ხო? და ვთქვა, რომ თუ principal component-ი მნიშვნელობა 1-ზე მეტია, მაშინ ეს არის კლასი 0. თუ რაღაცა -1-ზე მეტია და 1-ზე ნაკლები ეს არის კლასი rule-ი, ანუ რაღაც კლასი 1, თუ -1-ზე ნაკლები ეს არის კლასი 2. ხედავთ, ანუ გავაკეთე principal component-ი, მხოლოდ 1 განზომილებაში 4-დან 1-ში შევამცირე და ისე გააკეთა, რომ შეინარჩუნა ესეთი ღირებულება 70% თავდაპირველი მონაცემების და ეს საკმარისია იმისთვის, რომ მარტივი რაღაცა baseline კლასიფიკატორი გავაკეთო rule based. არაფერი რაღაცა
random forest თუ ამ შემდეგ და ამ შემდეგ არაფერი კომპლექსური, ძალიან მარტივი rule based რაღაცით შემიძლია კლასები გამოვიყვანო და გამოვიჩი. ხვდებით? ძალიან სწრაფად თუ არ გავდივარ. არა, მე მოყვებით. Привет. ხო, ეგ არის და ეგ, ანუ ესე იგი ეს ჰქონდა 4 განზომილებიანი, გადავიყვანე ერთ განზომილებაში მხოლოდ. აჰა და ეგ არის და ეგ. ეხლა უკვე ორში რო გადავიყვანო, რა მოხდება? ანუ ორი ის რო ავიღო, ეს და ეს რო ავიღო. აი, ვიზუალიზაცია მოახდინე ორი განზომილების. აქაც ეხლა ნუ ერთ წარმოიდგინეთ, ერთზე მე შემეძლო კლასების განსხვავების ნახვა და ეხლა ორზე თავისთავად შემეძლება, ხო, უფრო მეტი variance შევინახე მე ორში. ანუ ეს ცალკე კლასია, ხედავ, აი ეს კლასი ნუ ერთმანეთში ირევა, მაგრამ ნუ მაინც ეხლა აქ რო გავავლო მე ხაზი, ხედავ რომ ამ ორ კლასში განსხვავებას დავინახე. ეგ არის და ეგ. ნუ ეხლა თავისთავად 0-დან არ უნდა შექმნა თქვენ ეს PCA-ის ისინი, ეხლა step by step იმიტომ აქ რო თეორიული პრაქტიკულად მეჩვენებინა, მაგრამ ნუ ეხლა PCA არის scikit-learn-ის ერთ-ერთი კლასი, ხო, ამ შემთხვევაში. შეგვიძლია სტანდარტიზაციაც, ესე იგი ერთ-ერთი ის არის კლასია, გავუკეთოთ X სტანდარტიზაცია. აი უყურე კიდე ერთ ამას SKY-ს აქ, რა ქვია, ამ კლას SKY რა აქ უყურეთ აქ n კომპონენტს გადაეცემა. n კომპონენტში მე შემიძლია ვთქვა, რომ თავდაპირველი X-ი ხო იყო მაგალითად 4 განზომილებიანი. და აქ უთხრა, რომ მე ეს 4 განზომილება 2 განზომილებაში გადამიტანე მარტო. და ეს თავდაპირველი ჩემი X-ი გამოვა X PCA scikit-learn. აი უყურე. აი ეს გამოდის. დავაკეთე dimension reduction, მორჩა. 4 განზომილებიანი გადმოვიყვანე 2 განზომილებაში. ეხლა უყურე, იმის გარდა რომ მე, ანუ ასე ვთქვათ, ინტეჯერების მიცემა შემიძლია, მაგალითად n თუ 3-ია, თავისთავად 3 განზომილებაში გადაიყვანს, ხო? ამის გარდა მე შემიძლია გადავწე float, ახლა 0-დან 1-მდე და უთხრა რომ მე არ ვიცი რამდენი განზომილება იქნება, მაგრამ მე მინდა რომ 15% variance შევინახო თავდაპირველი მონაცემების. გაუშვებთ, რამდენი შეინახავს თქვენი აზრი, ანუ რამდენი იქნება ამის განზომილება თუ ვიტყვი 95 შეინახე მეთქი, აი ამის მიხედვით. რამდენი eigen principal component-ი მჭირდება იმისთვის, რომ 95% შევინახო. გონი 2. ო, 2. აბა ვნახოთ. აი, ვიდაოთ. აბა მოდი ახლა 98 რო შევინახო. აი, 98-ს უკვე 3 მჭირდება. ხვდებით ხო, ანუ ეს ახლა კარგი იმისთვის არის, რომ მაგალითად აი ახლა მე გაჩვენებთ კაი როდის არის. M-ის dataset-ი ხო გაიგიათ? აი ეს მონაცემი. ალბათ გივარჯიშიათ ამაზეც. ეს უკვე ახლა უკვე დიდი განზომილებაა, უყურეთ. ნახეთ რა რამდენი მონაცემია და ასეთი განზომილება აქვს. ეს არის ნუ ვიზუალი აქვს. PCA-ის გამოყენების იმას გაჩვენებთ ახლა მაგალითს. დავამატე ამას noise-ი. უყურეთ. ერთ-ერთ მაგალითს გაჩვენებ ზოგადად image reduction-ს. რაღაცა მონაცემი მქონდა. დავამატე noise-ი, უყურეთ. ამას Gaussian noise დავამატე ნორმალ. ეს არის noise images. ჩვენი ამოცანა ახლა იყოს, რომ მოდი denoise გავუკეთოთ. ანუ ეს მონაცემები გავფილტრო რა noise-ი თუ რამე არის ამ მონაცემებში. რა შემიძლია გავაკეთო, უყურეთ. ავიღო ეს noise images. გავაკეთო PCA. დავთქვა, რომ ამ ასე ვთქვათ, ამ მონაცემს ხო გააჩნია, რა ვიცი, რამდენი განზომილება 794. 100 განზომილებაში გადაიყვანე. ეს რას იზავს? ეს იზავს აი წერან როგორც ახსენეთ, ხო? წაშლის noise წესით. და მხოლოდ შეინახავს 100 მნიშვნელოვან ანუ 100 principal components მნიშვნელოვანი ინფორმაციით. ერე inverse transforms ვაკეთებ, ანუ ის გადაყვანილი, ეს რომ მე გადავიყვანე 100 განზომილებაში, იმისი ინვერსიას ვაკეთებ, უყურეთ, რომ დაუბრუნდა იგივე shapes. და აი ვიზუალიზაციას რო ვახდენ, უყურე რა გააკეთა? ეს ხო იყო თავდაპირველი.
დავამატე noise. ამაზე გავაკეთე principal component analysis, ანუ გადავიყვანე 100 განზომილებაში და მე გავაკეთე inverse. და მივიღე ესეთი ის. ანუ ეხლა ნუ თავისთავად ეხლა აი აქ ამას ქვია reconstructed, ხო? ანუ რეკონსტრუირებული სურათები, ხო? აქ ეხლა ნუ noise რაც იყო ესეთი noise-ები, ეს წაშლილი ეხლა ასე თუ ისე, მაგრამ ნუ რაღაცა ის distortion მაინც აქვს, რაღაც artifact-ები, მაგრამ denoise გავუკეთა. ეხლა ნუ მე გაჩვენეთ მარტივი მაგალითი. ისე ის გამოყენებთ, რა შეიძლება გავუკეთოთ. აბა გისვენთ ვინაიდან ხელა. აი მე უკან dimensionality როგორ გავზარდეთ? ხო, ამ შემთხვევაში ეხლა მათემატიკურად შეგვიძლია ვნახოთ როგორ ხდება იმის გაზრდა, ანუ projections ვაკეთებ და მე inverse projections ვაკეთებთ რა. ეხლა დეტალურად თუ გინდა მე ცალკე შეგიძლია ნახოთ ეს ფუნქცია. ხო? ამ შეგვიძლია გადავიდეთ და ვნახოთ როგორ ხდება უკან ამოყვანა იმების, რა ქვია, თავდაპირველი shape-ის. მაგრამ ნუ ეხლა მინდა რომ იდეა გაიგოთ და მე დეტალები ეხლა როგორ რა ხდება, მე თქვენ შეგიძლია მარტივად მიხვდეთ. მინდა ეხლა უკვე ერთი დეტალი კიდე რისი თქმა მინდა. და აქ n მე შევიყვანი 100, მაგრამ მე ეხლა 100 მე სიტყვაზე ავიღე. მაგრამ მე შემეძლო 0.95 ჩამეწერა და მე არ ვიცი ეხლა ის რამდენი PCA-ს აიღებდა. მაგალითად უყურე რო გაუშვა ეს. აი უყურე 95% variance შეინახე მეთქი ვეუბნები და ხო ანუ დიდად არ შეამცირა ეს. ხედა ანუ ესე იგი 784-დან 500 ნუ შეამცირა მაინც რა. დიდად რა მაინც ახლა შეამცირა 2/3 დატოვა თითქმის და თითქმის 95% ვინახავ და მე რო გაუშვა ისე ინვერსია და ის ამ შემთხვევაში უყურე noise შეინახა ხედავთ 95 გიქენი, მაგრამ noise შეინახა მაინც. აბა აქ რა მეკითხვა ხო არ გქონთ? პრინციპს მიხვდით რა გავაკეთეთ? გონი ყველა ვერ მიხვდა. ოდი კიდევ ერთხელ ავხსნათ. ეგ ამიდასტურეთ. რადგან noise გაუსით დავამატეთ, მაგიტო გქონდათ importance. გქონდათ თუ რატომ დარჩა? რატომ დარჩა ეს? აქა? იმიტომ დარჩა, რომ მაგალითად მე თუ ეს 0.95 variance შეინახე მეთქი რო ეუბნები, შეიძლება ამან თქვა, რომ ეს noise-ის მნიშვნელოვანი ნაწილები აქვს. ეს noise ჩვენთვის არის noise, თორე მონაცემისთვის შეიძლება ეს უბრალოდ რაღაცა არის. ეგ ჩვენ ვეძახით ამას noise, თორე შეიძლება ანუ ალგორითმი მიხვდა, რომ ეს noise-ის რაღაცა პატერნია და მოდი მე მნიშვნელოვანი პატერნია და შევინახავ მაგასაც. თუმცა მე თუ ეხლა ძალიან ვამცირებ ამას, მაგალითად 75% თუ ვეუბნები რომ შეინახოს, ხო? წესით აღარ შეინახავს იმ noise. იმიტომ რომ მგონია რომ ანუ სხვა დანარჩენი, ასე ვთქვათ, პატერნები რაც არის უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ანუ აი ესეთი პატერნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაცა noise დამატებით. ეს ახლა ნუ აი თქვენ ახლა ამოცანა რო გექნებათ შემდეგ პრინციპი მინდა რომ იცოდეთ რომ ანუ რა შეიძლება გაკეთდეს. არ ვიცი auto-encoder-ი გავლილი გაქვთ თუ არა, მაგრამ იგივე ტიპის ის არის რა. კი გავლილი გვაქვს auto-encoder. ხო, აი ახლა აი მანდ გააკეთეთ ახლა ასოცირება. auto-encoder-ი რა არის? აბა მითხარით. ანუ principal components ხო წრფივად ვაკეთებ და auto-encoder-ი არაწრფივად გამოიყენება და რეალურად ჩაყვავს რაღაცა bottleneck განზომილებაზე. და ნუ იქ latent space-ში ვექტორებს ისე ანუ ისე ხდება ამ ვექტორების ერთმანეთთან კავშირი, რომ აღდგენის შემდგომ რეკონსტრუქციას ვიღებთ. და ნუ მე ეგ სწორდება რეკონსტრუქციის loss-ით რა.
ხო, კი ბატონო. ზუსტად მინუს კვადრატული. კი ბატონო, რომ ანუ ის bottleneck-ი ეგ არის, რომ ჩვენ შევინახეთ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ, ხო? და რეკონსტრუქცია გავუკეთეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის და ის noise-ი რაც შეიძლება ქონოდა, ის აღარ შეინახა იმ bottleneck-ში, ანუ latent space-ში. პრინციპი იგივე არის ზუსტად. ეგ არის და ეგ ჩვენი PCA. ოკეი, გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ. კი ბატონო. აი, რაღაცა ნელა მივდივარ, თუ ბევრი მასალა არის, ვეღარ ხვდები რამდენი. აი, მოდი მაინც ცოტა ისე გავივლით. შეძლებს დაგვართ PCNI ახლა. ეს არის მეორე აი ის არ ქვია, უმაპი არ გვაქვს ოლიმპიადაზე და შეგვიძლია ცებ გადავუაროთ მაგას. რა იცი რა არა. ანუ ის მასალები გააქვთ? ეს სილაბუსი გვაქვს. კი ბატონო. კი ბატონო, მაშინ უმებს უცებ გადავუაროთ და ეს უფრო დეტალურად განვკეთეთ. მაპი წერია უბრალოდ, უმაპი არა. შეგიძლიათ მე გამომიგზავნოთ ეგ სილაბუსით, მაგრამ UMAP და MAP არ ვიცი, სხვა რამე არის ამ შემთხვევაში და ის სხვადასხვა არის, მაპი მაგამდე შეიქმნა და კი ბატონო. კარგი, მოდი, მაშინ მაინც გავიაროთ, ხო? TSNI-ით დავიწყოთ. ნუ ეხლა ეს TSNI და UMAP ცოტა კომპლექსური ის არის, ანუ არაწრფივი მონაცემთა განზომილების შემცირების ალგორითმები, ხო? TSNI, Distributed Stochastic Neighbor Embeddings, თავიდან იყო Distributed Stochastic Neighbor Embeddings და მე დაემატა T. ეს გაუმჯობესებული ვერსია არის. თავარი იდეა რა არის, ეხლა ხახო, ჯერ მინდა რომ თავარი იდეა გაიგოთ კარგად. თავარი იდეა არის ის, რომ მე რომ მონაცემი მაქვს მაღალ განზომილებაში. ჩათვალეთ, რომ ეს არის ორი განზომილება, მაღალი განზომილება და ეს ერთი განზომილება არის დაბალი განზომილება. ნუ მაგრამ ეს იქნება რეალურ მონაცემებზე 10000 განზომილება, ეს იქნება არის 5 განზომილება. სიტყვაზე ვიცი. თავარი იდეა რა არის? მანძილი მაღალ განზომილებაში მონაცემებს შორის, მაგალითად, ამ მონაცემს და ამ მონაცემს შორის. და მანძილი ამ მონაცემს და ამ მონაცემს შორის. relatively, ანუ უნდა იყოს დაახლოებით იგივე, რაც მანძილი, მაგალითად, ეს მონაცემი არის ეს. ეს და ეს, ან მანძილი ვუყურეთ, ეს და ეს და ეს და ეს და ეს და ეს უნდა იყოს ერთ და იგივე. მაგალითად, ეს თუ არის მონაცემი 1, ეს იქნება მონაცემი 1, ეს თუ არის მონაცემი 2, ეს იქნება 2, ეს თუ არის 3, ეს იქნება 3. ანუ მე ისე უნდა მოვახდინო მონაცემების გადაყვანა მაღალი განზომილებიდან დაბალ განზომილებაში, რომ შევინარჩუნო ლოკალური სტრუქტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ მანძილები მონაცემებს შორის პროპორციულად იყოს ერთ და იგივე. ხვდებით იდეას ჯერ. ამიტასტურეთ ერთი სიტყვიერად კეთილი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ როგორ მუშაობს. ნუ ეხლა გაწერილი მაქვს step by step რა და მე საერთოდ გადავუაროთ დეტალურად. პირველი სტეპი ითვლება compute pairwise distance in high dimensional space. თითოეულ წერტილიდან ითვლება დისტანცია ევკლიდური მანძილი, მაგალითად, ითვლება სხვა წერტილებს შორის. თითოეულ წერტილიდან. მერე ეს წერტილების, ასე ვთქვათ, მანძილი გადადის probability-ში. probability მანძილებს. ეს ვართ high dimensional space. რა ხდება low dimensional space? რენდომულად ხდება იგივე მონაცემების არჩევა აქ, მაგალითად, რენდომულად მოხდა რაღაცა low dimensional space-ზე მონაცემების შექმნა. მოხდა მერე იგივე მანძილების დათვლა, როგორც high dimensional-ზე მოხდა, low dimensional-ზე და მერე probability distribution-ები გვაქვს high dimensional-დან, გვაქვს probability distribution-ები low dimensional-დან და გვაქვს ესეთი ფუნქცია, ამას ქვია KL divergence, რომლის უღამი ის არის, რომ
მე ორი პრობაბილიტები შევადარო და თუ ეს ორი პრობაბილიტები, მანძილების პრობაბილიტები ერთმანეთს ემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ კარგია. ანუ მე მიზანია რომ მე შევამცირო ეს KL divergence, რომელიც ნიშნავს, რომ მე თუ ორ პრობაბილიტებს, ანუ მანძილების პრობაბილიტებს მაღალ განზომილებაში და მანძილების პრობაბილიტებს დაბალ განზომილებაში ერთმანეთს ტოლია, ერთმანეთს მსგავსია უბრალოდ. ეს ნიშნავს, რომ კარგია. და ეს როგორ ხდება? ნუ ეს ისწავლეთ გრადიენტის ეს ალგორითმი გეცოდინებათ, ხო? როგორ მუშაობს და პრინციპი იგივეა. მთავარია რომ loss ფუნქცია ამ შემთხვევაში ეს არის ეს KL divergence და update-დება მან ლოკაციები low dimension-ზე წერტილების ისე რომ შემცირდეს სხვაობა ამ დისტრიბუციებს შორის. მოდი ახლა ნუ ცოტა ის არის, რა ქვია, დამბნეველია. რთული კონცეფციაც არის და სათავოდ გავიაროთ. პირველი სტეპი. Compute pairwise distance in high dimension space. ეხლა ვართ high dimension-ზე. დაივიწყეთ ჯერ low dimension. ეხლა ვართ high dimension-ზე და რას ვაკეთებთ? დავთვალეთ თითოეული წერტილიდან, თითოეული ასე ვთქვათ, სამფლიდან მანძილი სხვა სამფლებზე. დავთვალეთ აქედან აქამდე, აქედან აქამდე, აქედან აქამდე, აქედან აქამდე და ასე შემდეგ. და ნუ მაგალითად მანძილი I-დან J-მდე არის ეს DIJ. გასაგებია აქამდე ეს ახლა ნუ უბრალოდ მანძილი დავთვალეთ, ხო? ხო, ყვევით დამიდასტურეთ. დიახ. ეხლა უყურე. მანძილები ახლა გადაგვაქვს პრობაბილიტებში. ეხლა რას ნიშნავს გადაგვაქვს პრობაბილიტებში? თითოეულ წერტილზე, მაგალითად ეს წერტილი გვაქვს. ხო, დავთვალეთ ჩვენ distance. ხო, დავთვალეთ მანძილი ამ წერტილზე და შემდეგ. ეხლა როგორ გადაგვაქვს პრობაბილიტებში ეს? ავიღეთ მაგალითად ეს წითელი არის ეს. და გაუსიან დისტრიბუციის კერვი გავაკეთე ამაზე. ნუ თავისთავად ნახევარია, ხო? აქეთ მეორე ნახევარი იქნება. და რას ნიშნავს ეს გაუსიან კერვი? ანუ ეს წერტილები აი აქ რაც არის. ეს უნდა იყოს ამის შესაბამისი. ანუ უყურეთ. თუ მე მანძილი ამას და ამას შორის მაქვს ყველაზე მცირე. ხო, ეს ნიშნავს, რომ ეს წერტილი ამისი არის მეზობელი. neighbor. და probability ნიშნავს, რომ რა არის ალბათობა იმისა, რომ ეს წერტილი ამისი მეზობელი იყოს. probability-ების გადაყვანა ნიშნავს მაგას, რომ თავიდან მანძილები როგორ იყო? აქედან აქამდე მანძილი არის სიტყვაზე 100 ერთეული. ხო? ესე კი არ მინდა დავთვალოთ. ეხლა მინდა probability-ებით ავიღოთ ეგ. ანუ თქვათ, რომ 100 ერთეული კი არ არის ის მანძილი ამ ორ შორის. ეს არის ალბათობა, რომ ეს ამის მეზობელია, ეს არის ალბათობა 0.5. ალბათობებით ავწეროთ ის მანძილები. ეხლა თქვენი აზრით კითხვა მინდა დაგისვა თქვენ. ჩათვალეთ, რომ 1 2 3 4 5. ეს არის 5 წერტილი. აქაც არის 1 2 3 4 5. ესეც 5 წერტილია. თქვენი აზრით მაგალითად x4 არის ყველაზე ახლო ამასთან. აი აქედან რომელი იქნება ეგ წერტილი? ანუ ეს წერტილები აქ არის probability distribution. მაგალითად ამ წერტილის probability that ეს წერტილი არის ამისი მეზობელი არის აი აქ რო ავიდე და ეს ალბათობა 0.2 წერტილია, ხო? ეს ამისი არის 0.1. ამისი არის 0.4 და ასე შემდეგ. აბა ეხლა თქვენ მითხარით. ეს თუ ყველაზე ახლო წერტილი არის ამასთან. ეს წერტილი აქ რომელი წერტილია? ალექს. ყველაზე მარცხენა? ხო, აი უყურე რატო? ზუსტად მივხვდი რომ თუ მანძილი მე ძალიან ცოტა მაქვს, თუ ალბათობებში გადამყავს, ეს ნიშნავს, რომ ალბათობა იმისა, რომ ეს წერტილი იმის ახლობელი არის დიდი. და სწორად მივხვდი. ესე იგი, რაც უფრო პატარა მანძილი,
ორ წერტილის შორის მით მეტი არის ალბათობა იმისა, რომ ეს ორი წერტილი ერთმანეთთან არის მეზობელი. ნუ ახლა მათემატიკურად ფორმულების სახით ხო არის ესეთი ფორმულებით, რომ მაგალითად ეს არის ალბათობა, რომ probability in high dimension space how likely xi point is to be a neighbor of xj. ნუ რამდენი რა არის ალბათობა იმისა, რომ ეს xi არის მეზობელი xj-ის, ხო? ესეთი ფორმულა აქვს. dij არის ჩვენი მანძილი, ხო? აი აქ რაც დავთვალეთ, ეს არის dij, ორ წერტილს შორის, გაყოფილი 2 სიგმაზე. და ეს ნორმალიზაცია უბრალოდ რომ probability-ების ჯამი იყოს ერთის ტოლი. ნუ ეხლა უყურეთ. ეს დავთვალეთ, ხო? ერთ წერტილთან მანძილები დავთვალეთ. ეს სიგმა განსაზღვრავს ამის სიგანეს. თუ ამის სიგანე ესეთი, ანუ sharp არის, ხო? Shrinked distribution. ეს ნიშნავს, რომ რას ნიშნავს, აბა, უფრო მეტი ახლობელი ეყოლება ამას თუ უფრო ნაკლები. აი მაგალითად ეს სიგმა, ანუ უფრო როგორ არის? უფრო დახრა ხო? ხო, აი დახრა რო კონდეს, ანუ სიგმა, ანუ ასე ვთქვათ, standard deviation-ი რო კონდეს, ამას პატარა. უფრო მეტი ახლობელი ეყოლება. ეხლა უყურე, ეს დავხარე ეს აქ, უყურე. აი ესეთი რამე გაკეთა. ამეების ალბათობა რომ ეს ამის მეზობელია რა იქნება? ეს თუ ესე დავხარე, უყურე. ნაკლები უფრო. 0-თან მიახლოებული იქნება, უყურეთ. ეს თუ ესე მე დავხარე. ამ წერტილების ალბათობები იქნება 0-თან მიახლოებული. და მე თუ ეს კიდე გავზარდე ესე, უყურე. ეს ავიღო. ალბათობები გაიზრდება. ხედა? ესე იგი, ეს სიგმა ზუსტად მაგას განსაზღვრავს, რომ მე როგორი ასე დახრა კონდეს ამ დისტრიბუციას. ამ გაუსიან დისტრიბუციას, როგორი დახრა კონდეს. რაც უფრო ესე ვთქვათ standard deviation პატარა აქვს, ხო? ესე იგი ნიშნავს, რომ მით ნაკლები მეზობელი ეყოლება ამ წერტილს. და რაც უფრო დიდი არის, მით მეტი მეზობელი ეყოლება. ეხლა აქამდე თუ მივხვდით ჯერ, იმიტომ თავთ მინდა რომ ჯერ მივხვდეთ, მე გავაგრძელოთ. თუ რამე დეტალი არის, მინდა კარგად გავიაროთ. ყველა მითხარით. აი. ეხლა ეს დახრა როგორ გავიგოთ, ხო? ეხლა ნუ თეორიაში წერია რომ ეს დახრა თითოეულ წერტილს აქვს სხვადასხვა. ამ წერტილს ასეთი აქვს, ამ წერტილს სხვანაირი ექნება და ასე შემდეგ. ეს რაზეა დამოკიდებული? ეს დამოკიდებულია თუ ეს წერტილი რა დენს გარემოში იმყოფება. თუ ამის გარშემო, თუ ამ წერტილის გარშემო ბევრი ახლო მეზობელი არის. მაშინ ეს დახრა იქნება sharp, უფრო ესეთი. თუ ამის გარშემო, აი მაგალითად ამის გარშემო, ეხლა ამის გარშემო ეს ორი მეზობელი შორს არის. ამიტომ ამისი დახრა უნდა იყოს ცოტა დიდი. იმისთვის რომ ეს ორი წერტილი ჩაითვალოს მეზობელი. ეს ახლა რატო კეთდება? დაიმახსოვრეთ ახლა ეს დეტალი. თისნის გამოთვლისას ერთ-ერთი ჰაიპერპარამეტრი არის perplexity. აი, perplexity. და perplexity-ის მიხედვით გამოითვლება ის შენი დახრა. Default-ად, ვინც აი მაგალითად თისნის საიკითლენ იმპლემენტაციაში, default-ად perplexity არის 30. ნუ perplexity-ის თეორიული ნიშნობა რა არის, იცით? Perplexity არის რომ number of other points in a point considers neighbors. ანუ მე perplexity-ის 30-ს რო ვეუბნევი, მე ვეუბნევი ალგორითმს რომ შენ დისტანციას რომ მითვლი, შენ გაითვალისწინე რომ შენი ახლობელი იყოს 30. ეხლა ამისთვის 30 რო იყოს ახლობელი, ესეთი დისტრიბუცია ჭირდება სიტყვაზე. მაგრამ ამისთვის 30 რო იყოს ახლობელი, იქიდან გამომდინარე რომ სხვა წერტილები შორს არის, უფრო დიდი ის ჭირდება, რა ქვია.
უფრო დიდი standard deviation ჭირდება ამ იმას probability-ს, რომ 30 ის ყავდეს მეზობელი. ხდებით? და ამის გამოთვლა რიცხვის გამოთვლა აგერ არის ფორმულა. აგერ არის შენი perplexity, აგერ არის conditional probability, ხო? ერთის მეორეს და ასე. და იქიდან გამომდინარე, რომ ამ წერტილის conditional probability ამის მიმართ არის 0.3 სიტყვაზე. ანუ ეს წერტილი რომ ამისი მეზობელი არის 0.3 ამ Gaussian distribution-ის მიხედვით და ეს წერტილი ამის მიმართ შეიძლება იყოს 0.5 probability-ით, რომ ეს წერტილი ამის მეზობელია. ანუ წარმოიდგინეთ, რომ იგივე კიდეზე ორ მიმართულებიანია. ერთი არის, რომ ეს წერტილი როგორც უყურებს. მაგალითად, მე უყურებ ამ წერტილს და ვიძახი, რომ შენ მეზობელი ხარ ჩემ მიმართ 0.5 probability და ეს წერტილი ამას რო უყურებს, იქიდან გამომდინარე, რომ first გარემოში არის, ხო? აი როგორც მეგობრობა რო აიღო, შეიძლება შენ ერთ მეგობარი ჩათვალო, რომ შენი ის არის, რა ქვია, ძალიან მაგარი მეგობარია, იმისთვის შეიძლება ისე რა მეგობარია ხარ შენ. სიტყვაზე ვიძახი რა, იმიტომ რომ შეიძლება იმას უფრო მეტი მეგობარი ყავს და ეხლა შენ უფრო ნაკლებად აგიღებ. სიტყვა ეს მაგალითად სახით გეუბნებით, პრინციპი რომ მიხვდეთ. ამიტომ სიმეტრიული probability-ის გამოთვლა არის საჭირო, ანუ რომ ერთი probability დაგვრჩეს ბოლოს, თითოეულ edge-ზე. აბა ეხლა მითხარით, აბა როგორ ავართ აქ ამ დეტალებზე. რაღაცა ხელებს ვეღარ ვხედავ, დავიბენით თქო. ეხლა ერთმა მითხარით, რა დეტალის მერე ვიბნევით. უყურეთ, ჩემი მასწავლებელი იყო იმაში, მეკუაში. რაღაცას თუ ვერ გავიგებთ, ანუ ერთია რომ რა ვერ გაიგეთ და შეიძლება ვინმე თუ ეტყოდა რომ საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე, რას ნიშნავს საერთოდ ვერაფერი გაიგეთ, ანუ step by step გავდივარ და ანუ პირველი ნაბიჯი ვერ გაიგე და მე ვერაფერი ვერ გაიგე, თუ რაღაც სტეპის მერე ვეღარ გაიგეთ, მაგრამ რაღაცა ისეთი ის კონდეს და აბა თქვენ ახლა მითხარით, რაღაცა სტეპის მერე ვერ გაიგე თუ თავიდანვე ვერ გაიგეთ. ჩატში დაწერეს. ესეა. თავიდანვე ალბათ. ხო, აი უყურე. perplexity გავიგე იმის მერე ძალიან დავიბენი. კი ბატონო. ნუ იწერება ეს და მე შეგვიძლია იმას. უგინდათ ესეთი რამეც გავაკეთოთ, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია. აი, ისეთ გასაგები არის უბრალოდ, ანუ ბევრი ერთად რო იყო იქამდე, რომ ისე კარგად რო გავიარეთ, ეხა შეიძლება ვიჩ რაღაცები ირევა, მაგრამ ო, ნუ ირევა, თან დაიღალეთ და თან ეხა ისეთ დეტალებია, ცოტა ის ჭირდება. ამიტომ მე რას შემოგთავაზებთ, იცით? არ ვიცი, რამდენად გვაქვს მაგის დრო. თუ გინდათ, იქიდან გამომდინარე, იუნების გასავლელი გვაქვს. შემდეგი ლექციაზე გავიაროთ, თუ გინდა ეს დანარჩენი დეტალებიც თუ არ იქნება მაგაზე რა სიტყვით. ანუ გაწყვეტ. კი ბატონო, მოდი მაშინ აქ გავჩერდეთ. კარგად გავიაზროთ, რაც ვისწავლეთ. არა, სანამ გავჩერდებით, მოდი ესეთ რამეს ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის კლასის მერე. ვქნი ჩემს slide ვქნი ასეც, ერთ slides და აქ წერ დღეს რა ვისწავლეთ. ამიტომ თუ შეიძლება დღეს თუ რამე საინტერესო ვისწავლეთ ან გამოვისმინეთ, ჩატში დავწეროთ და მე აქ გადმოვიტან რა ვისწავლეთ დღეს. ჩატში რომ დამიწეროთ ერთი რა ვიცი. რაც არ ვიცოდით უკვე? თუ ისე. ო, ნუ რა ვისწავლეთ ნიშნავს, რომ რაღაც დამატებით რაღაც ინფორმაცია გავიგეთ და რაღაც ღირებულად დავხარჯეთ ჩვენ რაღაცა 2 საათი, ხო? რავი, თუ
თუ რაღაცა საერთოდ ყველაფერი ვიცოდით და არაფერი დეტალი გავიგეთ, კი ბატონო, მაგრამ თუ რაღაცა მინიმალურიც გავიგეთ, დავწეროთ, რომ ჩავწერო აქაც. პატარა შეჯამებაც რო გავაკეთეთ. კი ბატონო, eigenvalue-ები და eigenvektorები გავიგეთ. გიგი იძახის რეკურსია არ ვიცოდი და არ მახსოვდაო, კი ბატონო. შეიძლება რაღაცა იცოდეთ, მაგრამ გაიუმჯობესეთ ეგეთ, შეიძლება ჩავწეროთ. ან უფრო კარგად გავიგეთ, უფრო სიღრმისეულად, ან ასე შემდეგ. PCM-ზე რაც გავიგეთ, მომეწონაო, კი ბატონო. Feature selection-ს გულისხმობთ სავარაუდოდ. PCA-ს კაი სამერიც იყო. კი ბატონო. კი ბატონო. Honor board-იო. Feature extraction რას ნიშნავს, ეგ გავიგე, ოკეი, კიდე ხალხო ერთ შემავსებინეთ ეს გვერდი. შემავსებინეთ აბა ერთი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. ვარიაცია. სლაიდებზე ვაწიოთ, რომ გავიხსენოთ. აი, გავიხსენოთ. გადავუვარო ესე უცებ? Curves of dimensionality გავიგეთ. ხო, კი ვიცოდი რა იყო, მაგრამ ესე დაწვრილებით ეხა გავიგე უკეთ. უცებ გადავიარა. თან ჩაწერეთ თქვენ. მოდი შემოვსებინე და ჯამში საინტერესო იყო, გაგება უკი ბატონო. დეტალურ მათემატიკა იყო, კაია. მოიწონოთ მათემატიკოსებს. კოდ რას ნიშნავს, გიგი, კოდ რას ნიშნავს? ნუ ეს distribute და far away from each other, ხო? ამის დამატება შეგვიძლია. Course of dimensionality, კი ბატონო. და ერთიც და ეგ არის. სულ მცირე ერთმანეთს რო გავიცადით და თუ გინდა ეგეთ ჩავწეროთ რა. ტესტის ის ჩავწერეთ. Call of Duty. კარგით ხალხო. მოდი მაშინ გავჩერდეთ აქ და მე გავაგრძელოთ მაშინ დანარჩენი დეტალები მოგვიანებით ახლა ვიმეთუმეტეს დაღლები ვართ ან 9 საათია. მადლობას მოგახსენებთ ესე თქვათ დასწრებისთვის და ავადროებით. იმედია რაღაც საინტერესო გადიგეთ და აწერა უნდა გამორთვათ, თავისით გაიგიშება მგონი. გამორთავ მე. იზიათ მოდი მგონი გამორთვა. კი ბატონო.